შუადღევარი ფიდებზე დაგასვარეთ. TV პირველის ეთერშია საავტორო გადაცემა შუადღევარი და მეც მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო გოგოებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო. და საიდან დავიწყო არც კი ვიცი. მოდი პირდაპირ დავცხებ. ესე იგი, ცოტა ხანში აქ ჩვენთან სტუდიაში ისეთი ამბავი ატყდება, ისე ადუღდება ეს სტუდია, რომ რეალურად მე მგონია, რომ არავინ ლაპარაკის საშუალებას არ მოგცემს ჩვენ. მეც ესე მგონია. არც გვინდა. ამიტომ მოდი ახლა ვილაპარაკოთ, სანასტუმრებს მოვიწევ მოაწყოთ ყველაფერი. იცი რა, არა, სანამ მეხანიკა. რაღაცებს მოასწრებს, მოდი მე ვიტყვი, რომ აუცილებლად უნდა თქვა ის, რომ წინა კვირას მოკლედ საქალაქო სასამართლოს ყველა დარბაზი ერთდროულად იყოს პარალელურ რეჟიმში დაკავებული და პროცესები მიმდინარეობდა, სადაც საბრალდებო სკამზე ისხდნენ ადამიანები, კრიმინალები. Facebook-ში კი ბატონო გამოქვეყნებული პოსტების გამო, მათ პოლიტიკურმა პირებმა უჩივლეს და ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელი ამბავი სინამდვილეში მართლა უმძიმეს რეალობად იქცა დღეს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყანაში სადაც ახალგაზრდები იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, ადამიანები ისჯებიან Facebook პოსტებისთვის და მე მგონი რამდენიმე მათგანი ძალიან დიდი შეუთავსებლობა აი ამ ორ ნაწილს შორის. ხო, ახლა ჩვენ კი ვიცინით რაღაცნაირად და გვეღიმება, მაგრამ შენ სწორად აღნიშნა, რომ ნამდვილად არ არის ალბათ საბოლოო ჯამში სასაცილო სატირალი რომ არ იყოს. ხო, უმძიმესი რეალობა. ნამდვილად საითაც მიექანება ეს ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდია, თუმცა მიექანება, გაქანებულია და ეგ არის. ჰა? გაქანებულია და ეგ არის. გაქანებულია, მაგრამ აქეთ გამოექანება დარწმუნებული ვარ ძალიან. მალე რაც საჭიროა და როგორც საჭიროა ისე. და რამდენიმე მათგანი დღეს ყავს სტუმრად. ნიკამ სწორად აღნიშნა, რომ მე მგონი ჯობს სწრაფად მოვიწვიოთ. სწრაფად მოვიწვიოთ აუცილებლად. ეკა მიშელაძე და ვიკა ბუკი არიან დღეს ჩვენთან ერთად და კიდევ შემოგვიერთდება. შემოგვიერთდება აუცილებლად. ხიარულად ლაპარაკობთ ამ ყველაფერზე, ეს არის გადასიმხიარულეთ, რანაირად დაცხადება მინდა გავაკეთო. აი, რა გითხარი? რა გითხარი? კამერა, ჩემი კამერა როგორ? ეკა კრიმინალი არ არის. ვიკა კრიმინალი არ არის. არ ვარ ჩვენ კრიმინალი. ეს ამითი მინდა და დამეწყო. ეს უნდა მეთქვა, რომ ვინმე შეცდომაში არ შევიდეს. ხო, არ შევიდეს ვინმე შეცდომაში და არ ეგონოთ, რომ ქვეყანაში სადაც ყოველდღე ადამიანებს კლავენ, ცემენ, იტაცებენ, ძალადობენ, აი იმ ქვეყანაში ჩვენც მათ რიცხვში ვართ. არ ეგონოთ. ჩვენ უბრალოდ აზრის გამოთქმა გვინდა ხოლმე და ნუ რა ვიცი. ეხლა მე ვიცი რომ ისე როგორც აღნიშნე გადაცემის დასაწყისში, კარგად ავდუღდებით ეხლა და ბევრს ვილაპარაკებთ და რომ გავანეიტრალოთ ეს ყველაფერი, ნული ბრომატი მინდა შემოგთავაზოთ, ანუ მთისწყალი. კი, ნიშნები. ეკა მოდი მე შემოგთავაზო. დაგჭირდება დამიჯე. აი, ხო არსებობენ კარგი რესპონდენტები, ეხლა არ გესწავლება თქვენ ეს ამბავი, რომ კითხვას დაუსვავ და გემრიელად, კარგად, სრულად გიპასუხებს ამ კითხვაზე. არიან კიდე ძალიან კარგი რესპონდენტები, რომელსაც კითხვაც შეგიძლია რომ არ დაუსვა. აი, ეკა როგორც შემოვა. მე მგონი კითხვა არ უნდა დავუსვათ, პირდაპირ უნდა მოვისმენთ. თუმცა მაინც მინდა რომ დავუსვა კითხვა, თუ შეიძლება. პირდაპირ იმას ვიკითხავ, რამდენით დაჯარიმდით, გოგო. ეკა მაქსიმალური, მოკლედ, მაქსიმალური თანხა პირველ ჯერზე ასეთ კრიმინალურ დანაშაულზე არის 4000 და მანუჩარ ცაცუამ ძალიან მონდომებულია ეს ეგრეთ წოდებული მოსამართლე. უმკაცრესია, თან აი მაძაგძაგებდა იქ რო ვიჯექი. დამაჯარიმა 4000 ლარით. ნუ არ გამკვირვებია რა თქმა უნდა ეხლა. ერთადერთი მიზანი მქონდა რისთვისაც მივედი ამ ცირკად სინამდვილეში ცირკში, რომელსაც სასამართლოს ეძახიან ეგენი. ჩემი საავტორო აზრია, რომ იცოდეთ ეს და ეხლა არ დაიწყოთ კიდე აქ დაჯარიმებები არ დაიწყოთ. დაჯარიმებებს არ ვარ. ხო, ერთადერთი იმისთვის მივედი მართლა, რომ მეთქვა ჩემი სათქმელი რეალობა დამენახვებინა იმ ახალგაზრდა გოგოსთვის შესასწრ რო წარმოადგენდა. თუმცა აი მინდა გითხრათ, რომ აზრი არა აქვს, იმიტომ რომ შუშის თვალებით იყურებიან. არაფერი მაგათ არ ესმის. მივიტანე ჩემი ნაცემი კოლეგების დეკემბერში ნაცემი ადამიანების ფოტოები და კითხვა დავსვი, რომ აი ამის შემხედვარედ ხო, როცა არც ერთი ადამიანი დასჯილი არ არის. ამათზე მოძალადეები. და ამაზე საერთოდ რეაქციას არ ახდენთ თქო. მე აქ როგორ დამიბარეთ და მე ახლა განსასჯელის სკამზე როგორ ვზივარ, როგორ არ გცხვენიათ ამისი თქო, მაგრამ არ ცხვენიათ არაფრის. ნუ რა არის? რა მიიღეთ?
ამაზე? არა კაცო, რა პასუხი ბატონმა ცაცუა მითხრა, რომ მე მისვავთ მაგ კითხვებსო, მოსამართლისთვის კითხვების დასმა არ საერთოდ ეს სასამართლო არის. ხალხო საოცრება, მე ერთხელ ადრე მომიწია, აი პირველი არხიდან რომ გამომაგდეს, მაშინ სასამართლო მაშინ მოუგემე პირველ არხს, მაშინ დავდიოდი სასამართლოს ხდომებზე და პირველი შეხება მაშინ მქონდა და აი რაღაცა ეხლაც კიდე ერთხელ გამიცე, რაღაცა აი დიქტატურა სრული, რაღაცნაირი ატმოსფეროა იქ რა, აი სიტყვის უფლება არა, რა გასაკვირია რომ ეგენი ან ესეთ ჯარიმებს წერენ, ან უდანაშაულო ადამიანებს, აქტივისტებს, მათედევიძის ის იყო იმ დღეს სასამართლო, რა დროს ჩვენი ჯარიმები და რა დროს ჩვენი სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვაზეა ლაპარაკი, ინგრეოდა იქაურობა, უბედურება ტრიალებდა იმ დღეს სასამართლოში. მე რო სასამართლო პროცესზე ვიყავი და ხან სიტყვით გამოვდიოდი და ხან ამ სისულელეებს ვისმენდი და ამ დროს თურმე მე გავარკვია რომ თაზო იყო დათუნაშვილი უკანა მხრიდან უკანა ოთახიდან აი მოსამართლე სადაძი ზუსტად იქიდან უკანა მხრიდან ისმოდა არ მცემოდ ყვირილი ამბავი და მე გავარკვია რომ თაზო დათუნაშვილია და წარბი არ შეხრია ამაზე არავინ ასეთ არავის არა აქვთ ამაზე რეაქცია ანუ რეალურ დანაშაულებებზე რეალურად ამ ქვეყანაში რა უბედურებაც ხდება აი ეს მათიკაშვილს რომ ეძახა ის რაც არის სინამდვილეში იმ ბიჭზე თავდასხმა იმ ბიჭის გატაცება კადიროვშინა აბა რა არის და ეს უნდათ რომ ეს ვეღარ გაბედოს ვერავინ რომ რეალურად რაც ეწოდება ამას ყველაფერს აი ეს აღწერო და ქართველები ცოტა სხვა ტიპები ვართ და მაგას ჯერ კიდევ ვერავინ ვერ მიხვდა და ხო ჩემი ნანუკა მინდა რომ მოვიწიოს ბიჭი რომელიც ახლა შემოგვიერთა ეს კიდევ ერთი კრიმინალი არ არის ნანუკა ჟორჟონიც არ არის კრიმინალი ერთ კითხვას დავსავრა თუ შეიძლება ბოდიში თავიდან რომ დავიწყოთ ძალიან მაინტერესებს ერთი რამ რომ აი როდესაც კანონს მივიღებთ რაღაცას რომ აი სიტყვაზე ჭრელი ფეხსაცმელი არ შეიძლება რომ ვატაროთ. შეიძლება მივიღეთ დღეს ეს კანონი, ანუ ხო დღეიდან არ შემიძლია ამის ტარება ამ ფეხსაცმელს. მაგრამ ჩემი სტატუსი მას შემდეგ არის დაწერილი რაც კანონი მიღებული. არა, ხო არის სტატუსები, რომელიც კანონამდე იყო, ხო? ხო, აი მაისის არის ჩემი არა, ჩემი არის ყველა კანონი შემდეგ, იმიტომ რომ ეს კანონი მიიღეს თებერვალში. მაისის არის თებერვალში აქვს კანონი თებერვალში თებერვალში აქვს ეს ოღონდ ჩვენ რომ აირწინაღების აკრძალვაზე და ბალაკლავის აკრძალვაზე ვდარდობდით სინამდვილეში რომ იცოდეთ იმ კანონში ისეთი რაღაცები შეაპარეს სიგიჟეები. იქვე იყო ეს ამბავი. კი, ისეთი სიგიჟეები, რომ ჩვენ გამოგვეპარა, იმიტომ რომ მაშინ არ ვიცოდით ამის შესახებ. მაშინ ჩვენ ხმიშოვანი იყო, მაგრამ ჩვენ ხომ ქართულოცემას იმაზე არ ვლაპარაკებთ, რომ კანონი დავარღვეთ თუ არა, შეიძლება თუ არა ემოუჯი ბატი გამოყენებული იყოს და მაგალითად ბოლოს წელოსანის საყვარელი არის ბატი რა ვიცი. ბატი იყო ქალბატონი მეორეს. ქალბატონი ლაშა. ნანუკა დაჯარიმდი შენ თუ ჯერ არ დამთავრებულა შენი არა, ჩემი არა, 17-ში გამიცხადება განაჩენს. თუ რა გადაწყვეტილებას როგორც არის. სიამოვნებაში ჩვენ ხო ამაზე ხარ საუბრობთ, კანონი დავარღვეთ თუ რა კანონი დავარღვიათ. ამაზე არც უნდა შევკათ მათ საუბარში კანონი დავარღვეთ თუ არა, ანუ ჩვენ უნდა დავარღვათ ამას, რომ ეს არის სიგიჟე. ამ სიგიჟეში რა ფორმით მონაწილეობთ? ანუ გავგიჟდებით თუ არა ისე რომ ხვალ გადავწყვიტოთ რომ მონას მონა არ დავუძახო და ჩემს ეგ გაგიჟებაა ანუ ეს მორჩილებაც აღარ არის იმიტომ რომ მე როდესაც მეუბნები შენ რომ მონას მონა არ დავუძახო მაშინ როდესაც 19-20 წლის ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებით გოგოებთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას რომ ციხეში უნდა გაუშვას და შენ თურმე რეაგირება არ უნდა გქონდეს და შეფასება ამის არ უნდა გქონდეს ანუ ეს არის სიგიჟე და ჩვენი პასუხი უნდა იყოს ახლა ამ სიგიჟეში მონაწილეობას კი ვიღებთ თუ არ ვიღებთ მეორე უნდა ვთქვა ანუ ძალიან განსხვავებული მიუხედავად იმისა ჩვენ ხო ყველამ ვიცით რომ ხა დავდივართ როგორ სასამართლოში როგორ მოსამართლებთ და თან ახლა სახელები და გვარები ისეთებია რომ ყველამ ვიცნობთ ამ მოსამართლეებს რა ჩემი მოსამართლე იყო რადიკალურად განსხვავებული ჩემი ტემპორიტმისგან ძალიან შვიდი მე მგონი ესეც ერთ-ერთი წამების გზაა უბრალოდ კი მაგრამ ნახეთ როგორ რაღაცაა ძალიან დიდი სხვაობა იყო მე მომეცა შეყამათების შესაძლებლობა ვესაუბრე პოლიციელს მოკლედ ყველაფერზე მქონდა მე მოვხვდი მარიამ იმ პროცესზე არ მივიდა და მოვხვდი ჩემი შვილის პროცესზე გვერდზე. ოღონდ ხომ ეკა მაღწერა ის რა დღეა და რა პროცესებია. ანუ თან გავდივართ იმიტომ რომ პროცესის დროს გარეთ ტყდება ყივილი. მოსამართლე შეშინებული ზის იმიტომ რომ ხვდება რომ გარეთ ხელჩართული ბრძოლა. ჩვენ ხალხო საერთოდ არ რეაგირებენ. მაგამის მოყოლა. ჩვენ ეს ამჯერად ნინო ენუქიძესთან ვარ, რომელსაც რეაგირება მქონდა ბევრად უფრო ადეკვატური ვიდრე მილბერ
და ვიმახსოვრე. მილდერბერგერი. ხო, რომელიც წყალტუბული ყოფილა და არც მეტი ერთნაკლები ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდა. ის ამბავი უნდა მოუყვა ეს ქალბატონი რა ვნახე. ნუ ნინო ერქვის ადეკვატური რეაქცია ქონდა, იმიტომ რომ რეაგირებდა ამ ხმაურზე რა. ანუ მივხვდი რომ ადამიანი ზის იქ რა რეაგირებს, ხმაური ესმის, ხმა ესმის. გავრბოდით გარეთ, აქ მიათრევენ ბადრაგები გოგოებს სტუდენტებს. ანუ ამ საგიჟეთში ხდება ეს ყველაფერი. და ესეც საგიჟეთია ყონდა, ეს იუმორისტული ჟანრია და ის ტრაგიკულია, იმიტომ რომ ეს ამბავია. ამ ყველაფრის ამ პროცესების პარალელურად მოკოთ ჩემი ეს ამბავი რაღაც დამთავრდა და გადავდი მარიამთან იქვე არა პარალელურად მიდის მარიამთან მიმუსწარი და გადავირბინე გვერდზე მარიამთან მარიამთან დამხვდა ეს ქალბატონი რომელიც ქართველია ბევრმა დამიწერა რომ ესო ქართველია ანტყობა გვარდთან დაკავშირებით ვერ ხვდებიან ქართველი არ მაინტერესებს გაჩუმდი არ გეტყვითქო არ იტყვითქო ხმა ესე საუბრობა ადვოკატი ჩუ დიახაც აბარაკ ნანუ ამოც როგორ მე ამდენ ეგეთ რეაქცია მქონდა რა ხმები მესმის ანუ ნადია ვანძელაძე გადაურჩა დაჯარიმებას ჩემ პროცესზე რომელიც იჯდა იქ და რაღაც ამოიკნავლა რაღაც ორი სიტყვა თქვა და ნუ იმხელა სიტყვით გამოვიდა ეს მაგრამ დიქტატურაა ხალხო მაგრამ საერთოდ უნდა იყოს ჩუმად ხმა არ მოიღო შეიძლება დამასრულებინე და ფოტოებიც უფრიალე ეს და გარეთ ამ დროს ხდება როგორი ყვირილი წივილი კივილი მიშველეთ ხელი გამიშვიდა მე ამ დროს ძალიან შემეშინდა იმიტომ რომ გარეთ რა ხდება ვერ ხვდები რა და დამშვიდდით ეს მილდერბერგერს საერთოდ რეაქცია არ აქვს და ეს თაზოს ეპიზოდი რაც მოყვა ჩვენს უკან მოკლედ ანუ ამ მოსამართლეს სადაც ზის იმის უკან რომ გაყვანის დროს ფიზიკურად ეთყობა რაღაცა ძიძგილობა იყო და რომ მოასკდნენ ამ კედელზე ძალიან იგრძნობოდა რა ეს შემონგრევა იგრძნობოდა და როგორი ხმა იცით ნუ მირტყამ ანუ სადღაც ჩორიდან კი არ გავიგონეთ ყრუ კედლიდან ანუ ნუ მირტყავთ ხა ბიჭო და იძახოს ნუ მირტყავთ უბრალოდ რაღაცა გიფსოკარდონია შუაში რა და ისმის რა და უკვე ეს ნუ მირტყამზე და ეს მასში სულ არ ვიცოდი რომ თაზო იყო ლელოს წევრი ყოფილა და ადვოკატი დამსტრესა ზოგადოება ყველა წამოხდა და ეს ადვოკატი ძალიან გაოგნებული თეო ეკითხება რომ უკაცრავათო ეს ხმებიო თქვენო ხო გესმითო ხო ქალბატონო მოსამართლეო ანუ ადამიანი შუალას ითხოვსო ეს სხვა სისხლის სამართლის საქმეა არ ეხება ანუ მეზობელმა მეზობლის ქალის კიბილი რო გაიგონოს რომელსაც ქმარი ურტყამს იტყვის რომ ეს სხვა დრამაა მე არ მეხება ჩემს სახში არ არის ეს ანუ მე არ ვიცი ესეთი ადამიანების ხელში რა ემოჯი ხალხო რა ბატი და რა წილოსანი მოსამართლეს არ ეხება რაღაცა როგორ არა ამას არა მე თუ ქვია და რაღაცა სხვა მე ეხა ველოდები რომ რამე ლექსიკონს გამოუშვებენ აი რა სიტყვების ხმარება შეიძლება ეგ იქნება შემდეგი ეტაპი რა სიტყვა შეიძლება დაწერო სოციალურ შენს პირად სივრცეში შენ პირად დაზრზე ხო აღარ არის ლაპარაკი და შემდეგი ბოლო ეტაპი არის როცა გააუქმებენ სოციალურ ქსელებს ოღონდ ნუ ეს რა თქმა უნდა არ მოხდება რაღაცა კარგი იდეა მიაწოდა შენ არა არაფერი ეგრე იქნება ყველაფერზე ვიძახით ოღონდ ჩვენ რო ეს არ მოხდება როგორ მოხდება თუ მივუშვებთ მოხდება გაქვს ხო არ დაჯარიმებულ ხარ ჯერ არ დავჯარიმებულ მე მინდა რომ დეტალურად ჩავყვეთ შენს მე საინტერესო ის სადმიაკულიეთ ის ჩემი ეგეც მოგვიყვება რა ის კაცი რო ეძებდა ეგ სადმიაკულიეთ მოდი თავიდანვე პოლიტიკურად მაინტერესებს თავიდან მოყვეთ და მაყურებელმა გაიგოს კარგად მე ვიყავი პარლამენტის შენობაში სადაც ჩამიარა მარიამ ლაშხმა, რომელსაც აი მართლა ვერაფერი ვერ ვუთხარ, იმიტომ რომ პირველად ნახე ცოცხალი მარიამ ლაშხი, ის ახალი მომხდარი იყო ეს რაღაც ნუ ახალი არა, მაგრამ მაგის მერე არ მინახავს მასონებს რო ესაუბრება. და რაღაცა ძალიან ჩვეულებრივად დავდე ვიდეო, რომელსაც თვითონაც როგორ მიყურებდა, იცი, გაოგნებული იყო, მე რომ დამინახა და დავაწერე, რომ ამას მგონი deep state-ი მე მგონი ვარ, ხო? ალბათ თვითონაც პირველად ნახე. ხო, და მართლა მე მგონია, რომ deep state მოჩვენებას რო ნახავ, ისეთ სახე ქონდა და დავაწერე მონამ ჩაიარა. ამის გამო, მოკლედ ეს არის მთელი ჩემი ამბავი, ეს მონამ ჩაიარა, ხო და ჩემს საქმეში წერია, რომ ვინმე გიორგი აბესაძე, რომელიც არის არ ვიცი რაღაც გამომძიებელი, ამბობს, რომ მე ვნახე, შევედი ვიკა ბუკიას Facebook გვერდზე, ვნახე, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა და წერს მარიამ ლაშხი მონა ჩაიარა, ჯერ აი ესე თავის თავს აბუჩად როგორ იქნება, აი წარმოუდგენელია. და მოკლედ ეს ყველაფერი მე დასკრინა ჩადო საქმეში. ოღონდ აღმოჩნდა, რომ ისეთი მე აღმოაჩინა, რომ მარიამ ლაშხი არის დეპუტატი. ხო, ეს
ყველასთან ესეა. რომ მე რო შევედიო მარიამ არა, ჩემი გიორგი აბესაძე და მარიამის გიორგი აბესაძე. მე და მარიამის ერთი ყავს, ანუ ნიშნავს რომ მარიამის საქმეც გაყალბებულია, ეგ მაგას ნიშნავს. ხო, მაგრამ მოკლედ ეს სკრინი ხო ჩდევს ამ საქმეში და ჩემმა ადვოკატებმა უძვირფასესებმა აღმოაჩინეს რომ ამ სკრინის გამკეთებელი, ანუ არც მოკროპეს, ანუ წარმოუდგენელი, ანუ დაეკროპათ მაინც და დაეკროპათ, ანუ მოეჭრათ ის ზეგმეტი რაღაცები. ან მთელი მონიტორია ხალხო გადაღებული, სადაც კითხულობ, რომ ჩემი სინამდვილეში ჩემი სკრინი გააკეთა მარიამ კერესელიძე, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაცა თანამშრომელი, რომელიც განყოფილების უფროსი და სუარი ტელევიზორში, მარიამ კერესელიძის ქმარმა დათო დამავიწყდა გვარმა. ქმარმა ხო, დათო, მარიამის ქმარი დათო, აი ასე შედი, ჯარი ჩემთვის. არ არის პოლიციელი, არ ვიღაცა ის არის რაღაცა სპორტსმენია, მე როგორც ვიცი. პოლიციელის ქმარია, ანუ ვიღაცა წადი საკუთარ მე მაინც ვარ მომაწესებს, ანუ ქმრის კომპიუტერი გამოიყენა? ხო, ანუ არ ვიცი, არ ვიცი, ნანუკა, ქმრის კომპიუტერი გამოიყენა. თუ ქმარს დაავალა, ჯერ ის საწოდავი ქმარი. ფაქტი არის, სულ სხვა ადამიანს აქვს ეს სკრინი გააკეთებული. ანუ სულ სხვა ადამიანს აქვს ეს სკრინი გააკეთებული. ეს მარიამა გააკეთა და ქმრის კომპიუტერი ფაქტია სხვა. ქმარს დაავალა, არ ვიცი, მაგრამ ეს მტკიცებულებები არის გაყალბებული. არ შეიძლება ეს მტკიცებულება ჩაითვალოს მტკიცებულებად. იმიტომ რომ ანუ არანაირი გიორგი აბესაძე ამას არ აკეთებს. აი ერთი. მეორეს ერთი, ნუ ეხა ამ სკრინზე რა ხდება, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. ეს არის ცალკე ამბავი, იმიტომ რომ აღმოვაჩინე შემეცოდა, იმიტომ რომ ეს კაცი საწყალი ეს მარიამ კერესელიძის ქმარი ღამის 10 საათზე, ანუ ღამის 10 საათზე არის ეს სკრინი გაკეთებული. არის დაკავებული ჩემს Facebook-ზე ძრომიალით, ხალხო არ გაქვთ თქვენი პირადი ცხოვრება, არ ვიცი ცოლ-ქმარი რა უნდა ჩემს Facebook-ზე. რაღაცა ამ დათო ვიღაცა აღარ ვიცი მისი გვარი მჟავანაძეა თუ არ ვწდები, შეიძლება მეშლება. ანუ ან ეს ხალი რატო ავალებს ამ ქმარს ამ სკრინების გაკეთებას? სასამართლო ხო გადაიდო ახლა. ჩემი სასამართლო გადაიდო. არ გადავახსოვთ რა, ერთი წა ბოდიში. არა, სკრინი მაინტერესებს, სკრინზე რა არის? ან მოჭრილი რო არ არის რა? არის ესეთი ფაილი, PDF პოსტები. ანუ პოსტების ფაილია. ფაილია პოსტების, ანუ ბატონი დავითის, აი, გულწრფელად მეწოდება, იმიტომ რომ ქალბატონმა მარიამმა დაავალა. ჩვენ მაყურებელმა რო კარგად გაიგოს, PDF პოსტები რაც PDF-ი არის მოსული კომპიუტერში, სადაც პოსტების ჩამონათვალია, რომელიც უნდა დაპოსტოს ვიღაცა. ჩვენი პოსტები აქვს დაპედეფებული. ანუ მაქვს ეჭირო ბატონი დავითი იყო ნანუკასთანაც და ეკასთანაც, იმიტომ რომ არის აი ესეთი PDF-ი ფაილი, რომელსაც ქვია პოსტები. აი ეს ჩემი ქალბატონიც აქ არის ეს გოგონა. ეს არის ნიცოც წლის გობავშები ციხეში გაუშვა. აი ეს წარმოუდგენელი, ანუ იყო ყველაფერი რა და თვითონ არის ალბათ 23-24 მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც ჩემი ადვოკატები, კი ბატონო, აი ეს გოგონა, ამას რაღაც არ ვიცი, რაღაც საოცარ ფორმაში იყო და შენ ის გამახსენდა, შენ რო კარი გააკეთა, ხალი რო იყო გამოწყობილი, ამას არ ჯობდა, კაცო მოეკროპა. აი ამ გოგოს ვეკითხები, აი ამ სალონში რო წახვედი, ჯობდა რომ მოგეკროპა, ამისთვის გამოგეყენებინა ის ძვირფასი დრო, დილით რომ გამოცხადდა ამ ფორმაში, ეს იუმორში, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რო დაუკვირდი აი ამ ყველაფერს, რა ვითარებაში არიან. წარმოიდგინეთ ხალხო, რითი არიან და ჩვენი სახელმწიფო იმ პირობებში, რა პირობებშიც ვართ, როდესაც არ ვიცი, რამდენ ბავშვს ჭირდება შველა, რამდენ ქალს ჭირდება შველა, რამდენი უკანონობა ხდება, ვიღაც მარიამ კერესელიძე, რომელიც თავის ქმარს დეპარტამენტის უფროსი, თავის ქმარს ასკრინინებს. შემდეგი ნაბიჯი რა არის შენ? შემდეგი ნაბიჯი არის რომ 18-ში შევალ პროცესზე რაღაცნაირი, ნუ რა თქმა
თქმა უნდა დამაჯარიმებენ, ხა ეკა მეუბნება თუ გონია ჯარიმას აცდები ამათ წარმოიდგინე ხა მტკიცებულებები არის გაყალბებული. სტრასბურგისთვის ძალიან საქმე არა. კი ბატონო, აუცილებლად მტკიცებულებები არის გაყალბებული, რაც ნიშნავს, რომ არც იმ დროს სხვადასხვა ეკაბესელიაც მიხსნიდა გარდა იმისა, რომ ნახე შემთხვევით და თეოც ჩვენი ადვოკატი არაჩვეულებრივი მიხსნიდა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ადამიანი, რომელსაც მე არ ვიცი, მაგალითად მე მიხსნიდა, რომ ეს არ შეიძლება რომ მტკიცებულებად ჩაითვალოს ეს სკრინი, იმიტომ რომ არანაირი გიორგი აბესაძე არ ყოფილა ჩემს კედელზე შემოსული. ამ სასამართლოში აუცილებლად ჩაითვლება მტკიცებულებად ეგორ ეს ჯეროდია, არის ძალიან მაგრამ აუცილებლად აპირებ რომ სტრასბურგში გადაიტანო. ხა მაგას ჩვენს ადვოკატებთან ერთად გავივლი, 18 ჩარის დრო არ მახსოვს რომელ საათზეა, იმიტომ რომ რო გითხათ რომ 18 ჩარის ეს პროცესი დროს ვერ ვიხსენებ, ეხლა რო გითხათ რომ ამ პროცესით რაღაცა ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, ეხლა ეს სასამართლო პროცესი მოგატყუებთ, იმიტომ რომ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები არის ჩემს ცხოვრებაში, როგორც პროფესიაში, ისე პირად ცხოვრებაში და მართლა გულწრფელად მეცოდებიან ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცხოვრება, არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი საქმე. კაცი, აი დათოს მინდა ვკითხო. კაცი, რომელი ქმარს ან რა დღეში ჩააგდო საკუთარმა ცოლმა, ანუ ადამიანი, რომელიც ღამის 10 საათზე არის დაკავებული ეკა მიშველაძის, ვიკა ბოკიას, ნანუკას და მე მაგას ვიძახდი დამასწარე, ამ კაცის უფლებები მაქვს გონი დასაცავი, ანუ რა მდგომარეობაში უნდა ჩაგაგდოს შენმა ცოლმა თუ არ ვიცი, შენმა სახელმწიფომ, რომ მთელი დღე ჯერ ერთი ეგ ხო ის სტატუსები არ არის, რომ შეხვალ და ეგრევე რამდენი ეძება, ჯერ მაინტერესებს, მაქვს კითხვა, მე რომ მონა დავუძახე მაგალითად მარიამ ლაშხს, ანუ მარიამ ლაშხს ეწყინა თუ მარიამ კერესელიძის ქმარს, ანუ ვერ ხვდები, ანუ ეს კითხვა, მაგრამ ამ კითხვით უნდა დავიწყო. ეს ძალიან სწორი დეტალი, იმიტომ რომ მე საერთოდ მამუკა მდინარაძე მიჩივის, იმიტომ რომ მარიამ ლაშხსა დავწერა. მე ქართული ოცნება. ეს ხდება? ანუ მე მიჩილა, მაგრამ იქი გოგო მიჩილა იმ კერესელიძე. იცი ეგ რატო არის? კერესელიძე მთქორ თქოს საჩივარი შემოიტანა მამუკა მდინარაძე. მამუკა მდინარაძეს ეწყინა კოლექტიურმა ქართულმა ოცნებამ. აი, ხო და იმ კაც მონა არ უნდა დავუძახოთ და რა დავუძახოთ, ხო, გითხარით შემოგთავაზეთ ვერსიები. მართლა გულწრფელად, აი რა დავუძახო ადამიანს, რომელიც შემოსულია ღამის 10 საათზე ჩემ Facebook-ზე მისი ცოლის დავალებით. რა დავუძახო, მონას არ დავუძახებ გწყინთ. და კიდე ერთი კითხვა მაქვს რა. მე რომ მარიამ ლაშხს მონას ვეძახე, ანუ რა უნდა მარიამ ლაშხი რას ითხოვს ჩემგან რომ მიყვარდეს მარიამ ლაშხი. მე ხო მაგრა არ მაინტერესებს მარიამ ლაშხი, მე რას დავმიძახებს და არ უნდა რომ მანაც რა ვიცი. არა, მიზანი ეგ არ არის. მიზანი სხვა რაღაცაა, ვიკა, შენ კი არ უნდა გიყვარდეს და მე და ნანუკას კი არ უნდა გვიყვარდეს, ან საქართველოს მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს, რომელიც მას რა თქმა უნდა მონათ მიიჩნევს. აქ მიზანი სხვა რამეა, რომ ჩვენი დასჯით და ეს ამათ ისინი სასჯელად აღიქვავენ, მათ გზავნილი აქვს სხვა ყველა ადამიანი, ვინც მათ ქუჩაში არ ასვენებს, ვინც მათ სადმე საჯარო სივრცეში მოსვენებას უკარგავს, ვინც სოციალურ ქსელში მათ ამხელს და ეძახის იმას რეალურად რაც არიან, რომ ამ ადამიანებს აჩვენონ, რომ აი ნახეთ, ჩვენ ამათ ვჯით და თქვენ ხვდებით რა გიზავთ, ეს არის მიზანი. შენ დისკომფორტი აქვს, არ უნდა დისკომფორტში ცხოვრება. მათ უნდათ რომ შვიდათ იარონ, მათ უნდათ რომ შვიდათ იყიდონ. ამ სტატუსის მერე მარტო მარიამ ლაშხია Facebook. ამ ამბების მარტო მე შევწუხდი უკვე მოვუწოდე ხალხო შეწყვიტა და აღარ მინდა ამდენი ვიკითხო რომ მარიამ ლაშხი არის მონა. ამ სტატუსის მერე ეს ხდება. მაინტერესებს ნანუკა, აი რაც ეკამ თქვა ეხა რომ თქვენ თუ დაგსაჯეს თუ რაც ქვია ამას სამაგალითოდ სხვებისთვის იქნება ეს შემაშინებელი თუ რაღაცა ნანუკა. ჯერ არავინ აი როგორ შეშინებულა, ფიქრობ რომ გამოიღებს ეს ნაბიჯები მათი ისე შემეშინდა რომ გადავწყვიტე რომ აც კი გავიფიქრო რომ მარიამ ლაშხი გადავწყვეტე ამას როგორ გავიფიქრებ მე აწი ამას გავიფიქრებ არავითარ შემთხვევაში ან მარიამ ლაშხი რომ მონა მაგას აღარც კი გავიფიქრებ თავშიც კი არ გავივლებ
ხუმრობის გარეშე შეზღუდო Facebook პოსტებში მართლა გულწრფელად შენზე თუ ფიქრობ ახლა გულწრფელად ყველა მის სამკითხოზე პასუხობ ძალიან ბანალური შეკითხვაა ახლა მაგრამ მასახი მიშელოვანია მოვისმინე ნახეთ როგორ არის შეიძლება კითხვა ბანალურია ნახეთ როგორ არის ახლა მე გეტყვით ერთ რამეს რა რომ თავიდან როდესაც დაიწყო ჯარი მოდი ცოტა ისე რომ შევხედოთ რა თქვათ ყველაფერი კარგად არის ეგრეც არ არის რა ნახეთ როგორ არის თავიდან როდესაც დაიწყეს დაჯარიმების გამოწერა და ისტერიკაში ჩავარდნენ ამ ჯარიმებით, ამან თავშედეგი გამოიღო. გზის გადაკეთებასთან დაკავშირებით რუსთაველზე იყო ბევრად უფრო ცოტა ხალხი. შემდეგ უკვე ხალხმა დაიწყო გამოსავლის ძიება და დღეს რუსთაველი ძალიან ლამაზი კარნავალია. იქ ერთმანეთს ვერ პოულ. რომ ხვდებით ერთმანეთს, შენ ვინ ხარ, ვეკითხებით, რომ სახე ისეთ ლამაზ დაფარულად დახატული აქვს, რომ ვერ ვცნობ ვინ არის. გამოსავალი იპოვა, მე ქართველია რა, ხა გამორიცხულია, 90-იანებს გაუძლო ქართველმა და ხო გამორიცხულია, რომ რამე არ მოიფიქროს. იმით რა ქვია, თონის პურისგან აჩმის კეთება ისწავლა, მარილიან წყალში ალბობდა ეხლა და რანაირად შეიძლება რომ იმან გამოსავალი არ მოიფიქროს. შესაბამისად, ქართველმა გამოსავალი მოიფიქრა და გაალამაზა რუსთაველი. ეხლა ის ხო ისტერიკა იყო 20 ადამიანიდან 18 რომ ისეთი ადამიანი შეგვარჩეს, რომელსაც ყველა იცნობდა. შეყვარეს ამ სასამართლოში და იმიტომ რომ ისევ ახალი ისტერიკა რომ ეს ჩვენზე კი არ არის გათვლილი. მარიამ ლაშხი მონა არის თუ არა მე ეს არის გათვლილი რიგით ადამიანზე, მაგალითად იმ დღეს სასამართლოში ერთ-ერთმა გოგომ, ახლა სახელს მისას არ დავასახელებ, თქვა რომ აქტივისტმა თქვა რომ დღესო იცი რაზე გავბრაზდიო ჩემ საკუთარ თავზეო, რომ მივხვდიო რომ ფილტრი ჩამერთო. და გავბრაზდიო რომ საკუთარ თავზე რომ რა ფილტრს რთავო. და ნახეთ აი ამის გამოწვევა უნდათ რომ ადამიანებს უთხრან რომ კაი ეს გადაიხთის, კაი ესენი გადაიხთიან, კარგი ესენი გააგრძელებენ. შენ რას იზავ კრედიტის აღება რო დაგჭირდება, შენ რას იზავ, როდესაც ორჯერ დაგაჯარიმებ, სამჯერ დაგაჯარიმებ, აღარავინ აღარ ეს არის გათვლა. ამიტომ მე საერთოდ არ ვაპირებ იმის მოყოლას. რას გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორ მიიღებს და საერთოდ ვაპირებ რომ დავაიკანო. ქართულ ოცნებას გვინდა რომ ჩვენ ბევრი ვილაპარაკოთ ჯარიმებზე. ქართულ ოცნებას უნდა რომ ჩვენ ბევრი ვილაპარაკოთ ამ Facebook პოსტებზე და ამ ყველაფერზე. ამიტომ ჩემი თხოვნაა ჩემი კოლეგების მიმართ რომ საერთოდ დავხუროთ ეს თემა, არ ვილაპარაკოთ, არ მოვყვეთ და არ ვთქვათ. მე საერთოდ მომხრევა რომ ქართული ოცნება გამოვთოთ ჩვენი ცხოვრებიდან და საერთოდ მივაკეთოთ პოპულარიზაციას. ქართულ ოცნებას ჩვენ გამოვთოთ, მაგრამ ძალიან მალე. ხო, მაგრამ აი ესეთი რაღაცები, რაც მათი мотиваცია რა არის, რომ მაქსიმალურად ბევრმა, ანუ ჩვენ რატო შეგვარჩიეს. იმიტომ რომ ახლა აქ ვისხდეთ და ბევრმა გაიგოს. ვიღაცა შეიძლება პოსტავს და საერთოდ ვერც კი ვიგებთ რომ დააჯარიმოთ. ეს ყველაფერი როდის ხდება, იცით თან, როდის ხდება? მაგათი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე უშვერი სიტყვებით რო აგინებს ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტს და ანტისემიტურ განცხადებებს რო აკეთებს. ეს ყველაფერი ხდება მაშინ. რაც ზელენსკი სტუდენტებს ურეკავდა და აგინებდა. ეგ ცალკე ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც მათი წევრები, ბექა ოდიშარიები და ირაკლი ბერაიები და აი ესეთი არაკაცები მე და სხვა ქალებს და იქ თავიანთ კოლეგა დეპუტატ ქალებს საშინელებებს რო ან უწერენ Facebook-ში ან ეუბნებიან პირდაპირ და აი ეს ყველაფერი არ არსებობს ამაზე რეაგირება ნამუსიც კი არ აწუხებთ არც ხვენიათ ამ ყველაფრის და აი ამ დროს აკეთებენ ამას. ანუ ეს კიდევ ერთხელ უბრალოდ იმიტომ ვთქვი რომ აი შემედარებინა რა ხალხთან გვაქვს საქმე. რა ხალხია ეს საერთოდ აი რა უსირცხვილოები არიან საერთოდ თორე ხა მაგალითად აქ მნიშვნელოვანი არის ის რომ შეიძლება ეს არის მართლა გზავნილი სხვებთან რა და არ იმუშავა იმიტომ რომ მართლა 3-4 დღე მარტო მარიამ ლაშხის სტატუსებს ვკითხულობდი მე და მარტო ეს ამაზე იყო საუბარი ეს უკვე დადგა ეს შედეგი რომ ეს არ მუშაობს მარიამ ლაშხს დაინახავენ პირველი გასურო არ იცნობდნენ ეს ის მონარარიო ვიღაცა იტყვის ჯერ ერთი მეორეს ერთიც ახლა წარმოუდგენელია რა ანუ ერთ ადამიანს რო გონია რომ მეორე არის მონა ამას ვერანაირი სასამართლო ვერ დაარეგულირებს რა ამას ისევ მარიამი თუ მოინდომებს რომ აღარ აკეთოს ის რასაც აკეთებს რის გამოც მას ამას უწოდებენ თორე ახლა მანუჩარ ცაცუა და არ ვიცი ენუქიძე და ვერც ერთი მოსამართლე თუ აი ეს მარიამ კერესელიძის ქმარი ამას ვერ დაარეგულირებს
აპირებს. ეს თავად მარიამმა უნდა მოინდომოს. მარიამ, შენ უნდა მოინდომო, რომ შენ ასე აღარ დაგიძახო. თუ არ შეუძლია რომ ასე შენ შეგიძლია ეს გააკეთო. არ შეუძლია რომ მასონებთან გაიაროს რეკომ, ანუ მე ვფიქრობ რომ მასონებისგან ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციას მოვიდა. წარმოვიდეთ ხო რა უნიკალურია მარიამი თავისთავად რომ მე პირველად ვნახე ადამიანი რომელსაც მასონების ხმები ესმის. ანუ თავისთავად ძალიან ნიჭიერი გოგოა. ეხლა როდესაც ამ ხალა შესაძლებლობა გვაქვს რომ მასონებს ესაუბრო მარიამ, მე ვფიქრობ რომ შენ სადღაც მასონებსაც ვკითხავდი. ChatGPT-ს თუ არ ეკითხები, მასონებს მაინც შეგრაგი მართლა სხვათა შორის. ნანუკა, ირაში და მე მაგალითად ერთი წამი ვიტყვი და დავამთავრებ. სხვათა შორის ვამბობდით რომ აი მაგალითად ეკა იყო რაღაცა იმედ ფოტოებით და აი მაგალითად ნინო წილოსანი უჩივის ვიღაცებს და იქ უნდა შეახსენო რა, რაზეც არის საუბარი იმ 65 მილიონზე, რომელიც ბიუჯეტიდან აიღეს. იქ მამუკა მდინარაძეს უნდა შეახსენო და მე მარიამ ლაშხმა რომ მიჩივლა, მართლა ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა. აი მასონებს რო ელაპარაკება მაგის გარდა უცებ არაფერი არ გამახსენდა ამ ადამიანზე. ვერ ვხვდებოდი რა უნდა იდეა მარიამ ლაშხზე. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე თქვენთვის ცალკე ერთად ასე შემდეგ რა მოლოდინები გვაქვს ზოგადად. თუმცა მე ძალიან მინდა რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ მოდი რეალურად ხო ყველა სურვილი და უმრავლესობის სურვილი არის რომ ზეგ დამთავრდეს ეს ყველაფერი და ადამიანები ქვეყანაში ვიცხოვრებთ, მაგრამ მართლა მაინტერესებს თქვენი მოლოდინები, ეგ რომ ზეგ არ დამთავრდება, ალბათ ვიცით, ხო? ზეგ კი არა, ხვალ დამთავრდება. ახლა და აუცილებლად ხვალ დამთავრდება. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, კარგად ჩაიწერეთ. მე ეს ვიდეო ამოჭერით, რიცხვი ჩაიწერეთ, ხო და რიცხვი ჩაიწერეთ, რაც ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოლო წელი 2026-ისკენ შეიძლება ცოტა გადაბობღდეს, მაგრამ შორს ვერ წავა. ძალიან მალე დამთავრდება და ისე ცუდად, როგორც არც ერთ ხელისუფლებას ახარ დაუმთავრებია. ისე ცუდად, როგორც ბიძინა ივანიშვილი დაამთავრებს, არც ერთ ხელისუფლებას ეგრეთ. შენც მასონებს ელაპარაკე? არა, მე მასონებზე უფრო კომპეტენტურ ადამიანი. არა, ზეგ დამთავრდება და ხვალ დამთავრდება კი არა, ხალხო. ესენი უკვე დამთავრებულები არიან. ეს რაც ხდება, აი ეს ისტერიკა რაც ხდება, აი ეს რაღაცა რო უნდათ რომ აი იმასაც ვერ ხვდები რა უნდათ საერთოდ აი უნდათ რომ რაღაცა ყველა მაღიაროს ადამიანებად აღარ გთვლიან მათ უკვე აი მართლა რაზე არის საერთოდ ლაპარაკი ოღონდ სინამდვილეში რომ იცოდეთ ძალიან უჭირთ ეს ამბავი გადატანა მისი ძალიან ისტერიკის გამომხატველი და მართლა და დროის ამბავია უბრალოდ როდის გაფორმდება ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ რომ ეს გაფორმდება იმიტომ რომ არავინ არ აპირებს ახლა ამასთან შეგუებას ვიდრე ცოცხლები ვართ ვიდრე სიტყვა შეგვიძლია დავწეროთ ვთქვათ ვიდრე ორი ფეხი გვაქვს დავდივართ გამორიცხულია ამასთან აქ აკადიროვშინას შეეგუებიან ვერც რუსეთს შეეგუებიან ვერც ბელორუსს არ არსებობს ესეთი რამე გამორიცხულია ამიტომ აი დროის ამბავია ჰა და ჰა მართლა ცოტა დარჩენილი რომ ნინო წილოსანმა დადო რა ქვეყანა რომ რისკის ქვეშ დადგება ჩვენ შევაკლავთ თავსო და ძალიან მომდა ერთი სული მაქვს თქო ანუ ქვეყანა კი არა რომ რისკის ქვეშ დადგეს აი ნინო წილოსანი რომ თავს შეაკლავს მინდა რომ ნახო ეს კადრი ერთი რამე სიტყვი რა თუ შეიძლება რომ თქვა იქ პროცესებზე მოკლედ მე ვერ ვიტყვი ანუ პოლიციელი თუ ეს კერესელიძე პოლიციელია რა მოკლედ არ კითხულობს პოსტებს სოციალურ თავი. მეკითხები რომ უკაცრავად რა დავწერე, შეგიძლიათ წამიკითხოთ, რაში მადანაშაულებთ. თეატრალკენ სტატუსს მინდოდა რომ წაიკითხათ და თეატრზე რაც დავწერე. სოციალურ თავით არ წაიკითხა. თან ესე მეუბნება რომ მე ვერ და მოკლედ მარიამის სტატუსი წაიკითხეს და წარმოიდგინეთ ეს მილდერბერგერი რო თქვა რომ ისო სახე მინდა რომ წარმოიდგინეთ მარიამის სტატუსი მინდა წავიკითხოთ. ჩემი შვილი ასე დააჯერებს. მარიამი წერს სტატუსში. მარიამ ლაშხი არის სამარცხვინო უმორალო დელულუ. ეხლა მინდა რომ მოსამართლეს ვკითხო რომ უკაცრავად დელულუ რა არის შეგიძლიათ განმარტოთ მაგრამ მოსამართლე ძალიან გაგონებული სახით უყურებს და აგრძელებს მასონებთან მოლაპარაკე ძონძი ოპორტუნისტი გვიმრა სტატუსი ხო ხნო ამ სტატუსის გამო უყურე სტატუსი რომ ოპორტუნისტი გვიმრა დელულუ ну ძალიან ბევრი უცხო სიტყვა ხა ამაში რომ ქალბატონი მილდერბერგერი ვერ მიხდა აქ რა წერია
წარმოდგენაც კი არა, მომზადებული რამნიშნულობა აქვს, მაგრამ რამნიშნულობა აქვს ამას. არც ოპორტუნისტი გვიმრა იცის რა არის და არც დევულუ, არც მაგრამ გვიმრა და არც ვიკა დავასრულოთ რომ აი ფინალის ფინალია მეც ეკა გეთანხმები ნამდვილად არა, ეს არის აი მაგრამ ფინალს ველოდი. თქვენ გაინტერესებს თუ არა? მოლოდინი მაინტერესებს შენ. მოლოდინი მეც ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. სხვათა შორის სულ ვფიქრობდი რატო შეყვარეს ყველა ერთად რა ამ სასამართლო და მე მათეს პროცესზე ვიყავი შესული. და ყველაფერს მივხვდი, რომ ეს ისეთი მძიმე პროცესი იყო, ისეთი ემოციური პროცესი იყო, იმიტომ რომ ყველა ტიროდა დარბაზში ერთი ადამიანის გარდა და ეს იყო მათე დევიძე, რომელიც ცდილობდა გაემხნევებინა დარბაზში მსხდომი ყოველი მეორე, რომელიც აი მესმოდა სლუკუნის ტირილის ხმა და მივხვდი, რომ მათე ეგონათ, რომ ჩვენ ახლა ყველანი ჩვენს პროცესში შევიკუჭებოდით, ჩვენ საი რაღაც საერთოდ აი ხო გეუბნები, დროც არ მახსოვს, როდის არის სასამართლო პროცესი. არ ვარ მე ამით მოცული. არ არის ეს. ეხა ეს ამბავი რო არ გამჟღავნებული იყო, გულწრფელად გეუბნებით რა, ანუ გულისხმობ არც მივიდოდი სასამართლო პროცესზე, იმიტომ რომ, მაგრამ ნუ თან მქონდა ჟურნალისტები ვართ და ჟურნალისტური ცნობის მოყვარობა მქონდა, გულახდილად გეტყვით, ვერ დავძლიე. მაგრამ ეს რადგან რაღაც განსხვავებული кейსი იყო. არა, ხელად არ არის ფოტო. მაგრამ იმიტომ კი არა რომ რაღაცა არ ვღელავ ამ ყველაფერზე სინამდვილეში ძალიან ვღელავ მაგრამ მათე დევიძის პროცესი იყო 2 მეტრში და რაზე უნდა ვიღებო რისი თქმა მინდა რომ ჩვენ ყოველთვის ჩვენი პრიზმიდან ვუყურებთ რაღაცეებს რა ჩვენ ემოციურად აღვიქვამთ ყველაფერს აბა ერთი წამით ერთი რიგითი ქოცის თვალით შეხედეთ რა ხდება აი რამდენი რამე სჭირდებათ რომ ჩვენ გაგვაჩუმონ ეს უწყვეტი პროტესტები 26 მაისს ვერ გავიდნენ რუსთაველზე, აღთქმას ვერ გავიდნენ რუსთაველზე, 9 აპრილს ვერ გავიდნენ, ნაძვისხე ვერაანთეს. მე სანქციები მაგრა უჭერთ, მოვისმინეთ. სანქციები უჭერთ. იქ არც ერთი პატიმარი არ გატყდა. დარსო იძახდა ჩემთან ეთერში, რომ რაღაცნაირად რა უცნაურია, რომ ყველანი ლამაზები არიანო, ეს პოლიტპატიმრებიო და იმიტომ რომ გმირობა არის სილამაზე. ეს პოზიცია აძლევს მათ აი ამ სილამაზეს. როდესაც ადამიანი არის, როდესაც ადამიანს აქვს ასეთი სამოქალაქო პოზიცია, ის ადამიანი ლამაზია და ეს პროცესი არის ძალიან ლამაზი, ასე შევხედოთ. მე მესმის, რომ აგერ მე მაქვს თვითონ 18-ში და მართლა დავიღალე უკვე ამ ყველაფრით. ხანდახან მეც მაქვს ეს, როდესაც სასოწარკვეთა შემიპყრობს, იმიტომ რომ დამღლელი არის ეს ყველაფერი. დამღლელი არის, აი სოციალურ ქსელში, იქ აქციაზე, იქ ჩემი ოჯახის წევრებს ყველას ჯარიმები აქვს, აბსოლუტურად ყველას, ვინც კი სრულწლოვანია, ბავშვების გარდა, მართლა ჯერ ჩვენი შულები ცალკე რა დღეში არიან, ხო? მაგრამ რაღაცნაირად ვუყურებ მომავლის პრიზმიდან, აი დრო გავა და ამას გავიხსენებ და ძალიან ვიამაყებთ ყველანი, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვიყავით და ძალიან დიდ კრიზისში არიან. არ შეიძლება რომ ხელისუფლება რომელიც სტატუსებს დასდევს ის არ გრძნობდეს კრიზისს. თუ კი არ არიან, მაშინ რა შეჭirdებათ ეს ყველაფერი? მაქვს კითხვა, რატომ აღელვებს მამუკა მდინარაძეს, ნანუკა მასზე რას დაწერს, რატო აღელვებს იმას მარიამს, ეკარას დაწერს? ანუ ყველაფერზე რეაგირებენ. აი როგორ არიან, იცი, უკვე რაღაცნაირად სტიქიაში რომ მოყვები და უკვე პატარა შხაპუნა წვიმაც რომ აღარ გსია აი 13 ივნისის მქონდა მე მქონდა ყველას ეს რომ პატარაზე რომ წამოწვიმ და აღარ მსიამოვნებდა ასე არიან ნებისმიერი ჩვენი პატარა სტატუსი თუ პატარა მინიშნება მათ უკვე წყობილებიდან არიან გამოსული აღიზიანებთ და ებრძვიან ნებისმიერი მეთოდით და კრიზისში არიან ანუ ადამიანები რომელიც ღამის 11 საათზე სკროლავენ ჩვენ სტატუსებს მაშინ როდესაც ჩვენ საერთოდ არ ვიცი მე მაგალითად ეთერში ვზივარ აი ყველა რაღაცა თვით არის დაკავებული ისინი რითი არიან ხო დაკავებულები რო და ან თუნდაც პოლიცია რო დაუკვირდეთ 200 დღეა დასდევენ ქუჩის გადაკეტვაზე ადამიანებს და ამოცნობაზე და რა დღეში არიან მართლა და ანუ არიან ძალიან დიდ კრიზისში და აუცილებლად ნანუკას პოზიციას გავიზიარებ აუცილებლად ეს დასრულდება იმით როგორც
ისტორიული ხო დასრულდება იმით რომ ესენი დაასრულებენ აი ესე სამწუხაროდ და სავალალოდ საკუთარ აი ამ აღზევებას ამაში დარწმუნებული ვარ რა და ხიარულ ნოტაზე ცოტა ხანი შევასრულოთ ჩვენი მაყურებელი ძალიან დიდი მადლობა გოგოებო თქვენ თელ არმიას და აუ ძალიან დიდი სიყვარული მინდა მართლა გულწრფელად დარწმუნებულია ყველა ჩვენი აღსტომის სახელით მათეს ბებიას. მართლა შეგვიყვარდა და ძალიან ვიყვარხარ. ძალიან. ყველაფერი მაგრა იქნება. და უნდა იცოდეთ რომ გუშინ თელავში ხო ვიყავით და რომ დავდიოდით ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში აქციები და მე ვიცი რომ ინიციატივა აქვს რომ ახლა გავიდეთ. არაჩვეულებრივი ადამიანი მათეს ემიგრანტ დედას. საერთოდ თავისუფლება პოლიტპატიმრებს, რეჟიმის წვეებს და აქედან ჩვენი სოლიდარობა ყველა თითოეულ მათგანს, ყველას. მადლობა კიდევ ერთხელ გოგოებო, მადლობა რეკლამა ჩვენს ეთერში. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და ადამიანთან ერთად რომლის სტუმრობას მართლა ძალიან ვიხარია და ჩვენს ტელემაყურებელსაც ძალიან ვიხარია მისი გამოჩენა. იმიტომ რომ ხდება რომ რაღაც საინტერესოზე უნდა ისაუბროს. გიორგი კეკელიძე დღეს ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით. მოკლედ დამთავრდა ხო მივდივართ იქითკენ რომ სკოლები მთავრდება დამთავრდა უკვე დამთავრდა არა ბოლომდე არ დამთავრდა ბოლომდე არ დამთავრდებოდა სექტემბრამდე დამთავრდა იმიტომ რომ პატარაა და ჩემი არ დაგები გვაქვს ხო ეხლა ეწყება არ დაგები და ვიწყებთ საინტერესო პროცესს რასაც ქვია კლაშ გარეშე იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესო იყო შუ კლაშ გარეშე სამუშაო და საკითხავი რაც ჩემთვის იყო ერთგვარი როგორ იცი მინდა რომ აღიარო ეს ცოტა მეზარებოდა იმიტომ რომ აი რაც ეხებოდა კაი რა ზაფხული მოდის და ეხლა კიდე კითხვა აი ეს მქონდა რაღაც ეხლა გიორგიც ჩაგვეთვება ეხლა რაღაც პერიოდი რაც უკვე ძალიან საინტერესო პროცესს მოიცავდა ჩემ ცხოვრებაში აი ჩემს მოსაზრებას ვიტყვი რატო არ მოგწონდა კლაშ გარეშე იმიტომ რომ კლას გარეშე ერქვა აი ისე კლასი იყო და იყო გიორგი საერთაშორის ჩვენთან ერთხელ წინა ეთერში ჩართვაში თქვა რომ უნდა არ უნდა არსებობდეს. აი იყო კლას გარეშე უნდა წაიკითხო, გინდა რომ რაღაცა კლასობანა ითამაშო და ამ დროს უნდა მოკლედ როგორ უნდა გავხადოთ კითხვა საინტერესო პროცესი. ჩვენი შვილებისთვის უნდა სანამ ჩემებზე გადავალთ, ხო, რეალურად პრობლემა არის, ხო, ის რომ ბავშვს შეუყვარდეს კითხვა, წიგნი, ჯერ ერთი ფურცელს უნდა მიხვდეს რა სხვაობაა ფურცელს და ფეთს შორის, მაგალითად, რატო ეს და რატო ჯობია მაინც. დილამშვიდობისა კი არა და უკვე შუადღისკენ შვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა დაბადიჟებისთვის. მოკლედ საქმე ის გახლავთ რომ რეალურად თაობები იცვლებიან ბუნებრივია და ამ თაობებს საკუთარი შეთავაზებები აქვს ცხოვრებისგან და ეს შეთავაზებები ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმასთან დაკავშირებითაც რამდენად აქტიური მკითხველია ამა თუ იმ თაობის წარმომადგენელი იმიტომ რომ სხვადასხვა დროში სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვაგვარად თქვათ ესმოდა კითხვის მნიშვნელობა მათ შორის რიგ შემთხვევაში გარდა შემეცნებისა და გარდა იმისა, რაზეც დოჩანაშვილი გველაპარაკება, ანუ დაბურძგლის უნარისა, წიგნს ჰქონდა უბრალოდ გართობის ფუნქციაც, ანუ რეალურად რაღაცეების მოლევის მერე შემდეგ მიადგებოდი წიგნს, იმიტომ რომ სულ ომობანას, კლასობანას, ან თქვათ რა ვიცი, ფეხბურთს ვერ თამაშებთ. და ეს დანარჩენი რაც დღეს ბავშვს აქვს აცდურად, გულისხმობ თქვათ гаджеტებს, გულისხმობ ინტერნეტს, თავისი უსასრულო შესაძლებლობებით, მაშინ ნაკლებად იყო, აი კი არა, მე მახსოვს, რომ ელექტროენერგიაც არ იყო ჩვენ დროს და შესაბამისად ის ახალ შემოსული სათამაშო კომპიუტერები ძნელად მოიძიებოდა და რიგი გვედგა ხოლმე მეზობელთან, რომ ის იყო და ამას რატო ვამბობ? კი, არა, ამას ვამბობ, იმიტომ რომ რეალურად მაშინაც ხომ ჩვენი თვალი მირბოდა იმ რიგისკენ დიდწილად ხო რომელიც დენდის კომპიუტერის მფლობელის თქვათ სახლის შესასვლელს გულისხმობს. რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას რომ ადამიანი ყოველთვის ეძებს იოლ ესთეტიკურ თქვათ საშუალება საკუთარი ამ ტიპის შიმშილის დასაკმაყოფილებლად. ეს ჩვეულებრივი ამბავია და მაინც და მაინც თავიდანვე არ ფიქრობს რომ წიგნი შეიძლება გაცილებით ღრმა და მნიშვნელოვანი მოცემულობების მოკარნახე იყოს. მე მაშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ რომ როდესაც ჩვენ ბავშვებს ვეუბნებით რომ შენ უნდა გიყვარდეს წიგნი, იმ თავითვე შეცდომას უშვევთ. იმიტომ რომ სიტყვა უნდა და
სიტყვა სიყვარული ვერ თანაცხოვრობს ერთმანეთთან. მაგრამ თუკი ჩვენ მათ ვეტყვით და აქ სიტყვა უნდა უკიდურესად ბუნებრივია, რატომ არის საჭირო წიგნი მათთვის. რეალურად ისინი გაცილებით უფრო დიდი ყურადღებით მოეპყრობიან ამ საქმეს. თუკი ჩვენ ვეტყვით, კი ბატონო, თუკი ჩვენ ვეტყვით, რომ წიგნი არის აქამდე არსებულ გამოცდილებათა ჯამი ადამიანის, ანუ არის ის, რაც თვითონ არის. ამ გამოცდილების ნაწილია ყველა ადამიანი დღეს, იმიტომ რომ ცოდნა ასე გადმოეცემოდათ ადამიანებს, ემოციურიც, რაციონალურიც და ასე შემდეგ და შემდეგ. მე მესმის რომ ამენით ბავშვთან არ ილაპარაკით, მაგრამ იოლად შესაძლებელია რომ ეს შინაარსი სხვა ენით მიიტანო მასთან და უთხრა რომ აი მაგალითად აი ტომ სოიერი ან ემილი ან პეპი გრძელი წინ და ნახე როგორ გგავს შენ და როგორ ებრძვის ის თქვათ რაღაც სირთულეებს, რა თავგადასავლები გადახდება მას, როგორ იმარჯვებს ან როგორ მარცხდება თუნდაც რიგ შემთხვევაში და ის არაფრით არ არის შორს შენგან. ჩვენი ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ხშირ შემთხვევაში სკოლაში ხატრულ ნაწარმოებებს და მათ გმირებს წარმოაჩენდით როგორც რაღაც სუპერ იდეალურებს, რაც მერე შიზბადებდა ბუნებრივია, რაციონალურად და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ბუნებრივს მკითხველს სწავლეში და ფიქრობდა რომ ნუ ის და მე სხვა პლანეტებზე ვცხოვრობ და შესაბამისად მაინც საინტერესო არ არის. თუკი ჩვენ აი ამ ბარიერს მოხსნით, თუკი ვეტყვით რომ ის გმირები, რომლებიც წიგნებში, ზღაპრებში ცოტა უფრო გვიან ბუნებრივია სხვა ტიპის ლიტერატურაში მოჩანან არიან მისი მსგავსები ადამიანების საკუთარი ნაკლებით, შეცდომებით, სოდვებით და ასე შემდეგ და ამავდროულად ბუნებრივია ბევრი გამარჯვებით ის მიხვდება რომ ეს ყველაფერი მას ჭირდება იმისთვის რომ რეალურად ხვალ და ზეგ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი წინდაწინო იყოს რაღაცნაირად დაზღვეული და იცოდეს რომ აი თუკი ვთქვათ ვიღაც დამარცხდა ოდესღაც იმან მოახერხა და გაიმარჯვა და წამოდგა ფეხზე ამ პირიქით ვთქვათ გამარჯვებული შეიძლება სულ არ იყოს რაღაც პედესტალზე ხო ესეთ ნელ-ნელა თამაშ შეიძლება ვთქვათ ამ განცდის თუ შეიძლება ასე ვთქვას თავს მოხვევა კარგი გაგებით ბავშვისთვის და თან იმის შეხსენებაც რომ რამდენ წიგნსაც წაიკითხავს იმდენი გმირით მეტია თვითონ ანუ თან ახლავს მე ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ეს ვთქვათ თანამედროვე ავტორების მაგალითად თუნდაც რიბაბიჯის თავგადასავალი იქნება თუ სხვა ტექსტები რა ვიცი დოგმენი და შემოსავლებისგან ვიცი ეგენი მე არ მაქვს წაკითხული თუ ვთქვათ პეპი გრძელი წინ და თუნდაც ხო ჩემი თაობის ვთქვათ ჟიულ ვერნის მაინ რიდის და შემდეგ ხო ყველა საკუთარი გმირები ყავს ბუნებრივია ცხადია ტექსტი ზოგადი აზრით უნივერსალურია თუ ის ხარისხიანია მაგრამ ნუ რაღაცა დროის ნიშანი არსებობს ახლა მაგალითად რომელიღაც გმირს რომ უჭირავს რაღაც ტიპის პულტი რომელიც დღევანდელი ვთქვათ ბავშვისთვის გასაგებია მას უფრო ადვილად ელაპარაკება მკითხველი ვიდრე ვთქვათ რომელიღაცა დროის გმირს რომელიც ხომალდზე ზის მოდი აი როგორ უნდა შევარჩიოთ ლიტერატურა კონკრეტული ასაკისთვის დღეს ძალიან გაადვილდა ცხოვრება სხვა შორის ადრე ჩვენ უნდა ჩამოგვიარა ეს წიგნის თაროები და რეალურად ვთქვათ ხელისცეცებით აგვერჩია ეს ყველაფერი თუ მრჩეველი არ უყავდა ხო ბავშვები მე ისეთი წიგნები მიყავს წაკითხული ბავშვობაში რომ ტერს არ უსურვებ მაგას ბავშვობის ასაკში და არც დიდობის დროსაც სხვათა შორის აღარ წავიკითხავ იმათ აღარას დროს მაგრამ დღეს ვთქვათ უამრავი საშუალებაა ხო რეალურად Google-ს კითხავ, ChatGPT-ს კითხავ, გამოცდილ ადამიანს კითხავ და ეტყვი რომ შესაბამისი ვთქვათ ასაკისთვის რომელი წიგნში იყოს შეიძლება შესაბამისი. წიგნი რატო გჭირდება? ხო ეს ლეგიტიმური კითხვებია, ეს არ არის ვთქვათ რაღაცა ისეთი პათეტიკური მოცემულობა, რომელიც კითხვის ნიშნის დასმას არ საჭიროებს. ჩვენ უნდა ახსნათ ეს ამბავი, ხო? ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი ამ დროს მაგალითად ბავშვი გაატარებს, რა ვიცი, YouTube-ზე ვაცქერინგ და რაღაცა. YouTube-სავიდან არები, ხო? ეკრანიზაცია არის ყველა კარგი ნაწარმოების, ხო? და ნახავ რა მინი ეკრანიზაციები YouTube-ზეც დევს, ხო? რაღაც ტიპის კომიქსები არსებობს და ასე შემდეგ. წიგნის კიდევ ერთი უკვე ჩამოთვლილი, ვთქვათ, თვისება ფუნქციათაგან ერთ-ერთი არის ის, რომ რეალურად ის ძალიან ავითარებს ფანტაზიას, ხო? წიგნი არის რაღაცნაირად გამოტოვებების ხელოვნება. რაც არის ხო გულისხმობს ბავშვი რომ ვთქვათ რომელიღაც გმირზე ვთქვათ აი კარლსონზე ვთქვათ რაღაცას კითხულობს ის საკუთარ თავს მაინც აიძულებს წარმოიდგინოს საკუთარი კარლსონი წარმოიდგინოს ფერები წარმოიდგინოს გარეგნობა წარმოიდგინოს ხმის ტემბრი წარმოიდგინოს სურნელება რომელიც იქაურ ვთქვათ სამზარეულოში
ანუ მარტივად ფანტაზია, როცა ნაწარმოებს კითხულობ ფურსტი და იმ ნაწარმოების რეჟისორი ხარ შენ. რა თქმა უნდა, კარგი აზრით შენ გაქვს იძულება, რომ საკუთარ თავში დადგა ფილმი, ხო? და რეალურად ეს იძულება განაპირობებს მე შენ ფანტაზია გევითარდება. კი, ამას რაღაცნაირად აი ამ თამაშით მივიტან. ბევრი მეთოდი არსებობს ამ თვალსაზრისით, წახალისებების მეთოდები არსებობს, უნებრივია სხვა გვარი და ესეთი ემოციური დაჯილდოებების და შემდეგ და ამას ბევრს წაიკითხავთ, ხო, სხვა ტიპის ლიტერატურაში. არ არის ეს ადვილის საქმე და ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ თავზე, თქვათ, ნაცარს წავიყრით თანამედროვე ადამიანები, არც ადრე იყო ეს იოლი. ხო, უბრალოდ შეიძლება ეს სხვა მოცემულობები კარნახობდა ადამიანს კიდევ ერთხელ რო გავიმეოროთ, რომ წიგნთან უფრო ახლოს ყოფილიყო, თორემ რეალურად ვერ ვიტყვით, რომ თქვათ, ამ თვალსაზრისით ვიღაცას ნაკლები ჯაფა, თქვათ, უждდებოდა საკუთარი შვილის წიგნებთან იყვანა სხვა დროში იქნებოდა ეს თქვათ ჩვენი თაობა, ჩვენი წინეს თაობა თუ იქითა თაობებს საერთოდ სხვა ტიპის პრობლემებიც ჰქონდათ და ასე შემდეგ და წარმოიდგინეთ რომ რა ვიცი წერა კითხვის პრობლემა იყო ძალიან ადრე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ არის მარტო ჩვენი დროის ნიშანი, ბევრგვარი სირთულე არსებობდა ამის წინ და ესეც რასაც დღევანდელი დრო უკარნახავს, ვფიქრობ რომ გამკლავებადი ამბავია. და ის ფოტოშორის სახელმწიფო ლიტერატურაში ძალიან ხშირად ვაწყდები იმას რომ ასაკი იქვე არის ხოლმე მითითებული ხო ახსენე რომ ისეთი წიგნები წამიკითხავს მე მახსოვს მაგალითად იმიტომ რომ სქელტანიანი წიგნი იყო აღმოვაჩინეს სახში ტიბოს ოჯახი რატო წავიკითხე დღემდე პორცაინების საგა მაგალითად რა კითხავდა და საერთოდ რამდენად მნიშვნელოვანია სწორ დროს მე მაქვს საკითხული უფის კოლმეურნეობის ხდომის აქტი 1978 წლის ესე რომელიც მის დამწერსაც არ აქვს საკითხული ხო და აი ეს კითხვა მინდა და დამესო რა ირაკი ამაზე ვისაუბრეთ მაგრამ აი რამდენად მნიშვნელოვანია სწორ დროს მივაწოდოთ სწორი ლიტერატურა აბსოლუტურად სწორი კითხვა უბრალოდ ვიხუმრე იქიდან გამომდინარე რომ მე არასწორ დროს შეიძლება არასწორ რაღაცებსაც ვკითხულობ უკიდურესად მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ორი თავარი მოცემულობაა მან. ერთი რა დროს აწვდი და მეორე როგორ აწვდი. ორივე შემთხვევაში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება უკიდურესი განზიდულობა გამოიწვიოს და მე საერთოდაც შეძულდეს ეს პროცესი და ჩვენ ვიცით ხო, ბევრი მაგალითი, როდესაც მოსწავლეებს სამწუხაროდ სკოლაში მიღებული გამოცდილებებით, მათ შორის რაღაცების დაძალებით, აქედან აქამდე რომ უნდა ზეპირად ესწავლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შეძულებია ლიტერატურა. მე საზეპიროების მოწინააღმდეგე არა ვარ ზოგადად. უბრალოდ მოწინააღმდეგე ვარ საზეპიროების აუცილებლობის. დაძალების. ხო, იმიტომ რომ ეს არ უნდა აისახებოდეს არანაირად ნიშანზე. თორემ თვითონ საზეპირო ძალიან კარგი სავარჯიშოა ტვინისთვის, უკიდურესად საინტერესო, მათ შორის ლექსები იმიტომ რომ გერწერა არის, საკუთარი რიტმიკა, ამავდროულად, მაგრამ ადამიანების უნარები განსხვავდება ამ მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ მე ვინმეზე მეტია, უბრალოდ ვიღაცას დაზეპირება ნაკლებად შეუძლია. და ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმის, რომ შენ ის ტექსტიდან გააძეო და უთხრა, რომ აა შენ აქედან აქამდე არის სწავლე, ხა გაკვეთილი, დამთავრდა რა. გიწერ დღეს რაღაც სხვა ნიშანი ორიანს ძველებურად და შესაბამისად, ხო მე იმას ხომ მეორე რაღაცის სურვილიც აღარ ექნება და მესამე რაღაც იმისთვის ტექსტი არის უკვე საძულველი მოსემულობა, რომელიც ასოცირდება იმასთან, რომ რაღაც პრობლემა შეექმნა და ის აღარ ფიქრობს იმაზე, რატომ მიდის მაგალითად ავთანდილი უცხო მოყმის საძე. აღარ აინტერესებს ეს, იმიტომ რომ ვიღაცამ უთხრა, რომ აქედან აქამდე ისწავლე ესებერად, ხო. და ეგეთები იქაც ქვედა ასაკშიც შეიძლება შემოგხვდეს ეგ სიტყვა. აი აქ ხედავ ძალიან საინტერესო თომას ზღაპრებს, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ეგ საჩუქრად წამოგიღეთ, ჩემ წიგნზე ბევრი ლაპარაკს არ ვაპირებ. არა, თუნდაც ბევრი არ საუბრობთ, მაგრამ უბრალოდ რა ასაკზეა გათვლილი თომას ზღაპრები, მე მაინტერესებს. ცით რა ამას კითხულობენ ბაღის ბავშვები, უკითხავენ და მეორე მესამე კლასის სახელმძღვანელოებში არის შესული. თუმცა მე ძალიან მომწონს. შენი შვილი რომელ კლასშია? ჩემი შვილი პირველ კლასშია, მეორეში გადავიდა ახლა. ორი შვილს უფრო გვიან მოუწევს, მაგრამ მე მინდა წაკითხული მაქვს და მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ასაკი არა აქვს თომას ზღაპრებს, იმიტომ რომ როგორც ბავშვს მოწონს და თავისებურად აღიქვამს, ასევე მე თუ მკითხავ ზოგადად ზღაპრებს არა, ასაკი იმდენად მიყვარს დღემდე. მე ძალიან ვემხრობი, სხვა შორის ამ თემაზეც თუ ცოტა დრო გვაქვს, რა თქვა, ზღაპრების კითხვას ბავშვებისთვის და მათ შორის არის ერთი საჭირო ბოროტო საკითხი, ხშირად არის დისკუსია ამაზე ბოლო პერიოდში, რამდენად უნდა უკითხოთ ხალხური ზღაპრები, იმიტომ რომ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ეს არის ბრუტალური და შესაბამისად მოკლა და მოხარშა. მაგრამ უყურეთ, ეს უყურეთ როგორი რაღაცა არის. ეს არის ძალიან ზედაპირული შეფასება. იმიტომ რომ
ბავშვი ამ აქტს არ აღიქვამს ისე როგორც უფროს. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ რომ ჩიტოჩიო რა გამომდინდება ბარტყი და რაღაცა, ეს ჩვენთვის არის ბრუტალური მოცემულობა და ვგონია რომ თქვათ ამით რაღაცას ვაზიანებთ. ისე რომ დავფიქრდეთ ყველა დიდობაში მივხვდით და გავანალიზეთ. მაგრამ ბავშვისთვის ეს ასე არ არის. ხო ეს ხო ამ ზღაპარს უამრავ თაობას უკითხავ. მკვლელები ხო არ გამოსულან ისინი. ვიღაცა შეიძლება, მაგრამ ამ ზღაპრის გამო ხო არ გამოვიდა. ის ამას როგორც უბრალოდ წინააღმდეგობის აქტს აღიქვამს. რაღაც მოცემულობას, რომელიც უნდა გადაილახოს. ან რაღაცა სევდიან ამბავს, რომელიც გარკვეულწილად გამარჯვებით იმას, თორე სიკვდილს როგორც ამ ტიპის მოცემულობას ის არ აღიქვამს. ამიტომ ცოტა ზედაპირული არის ეს დისკუსია, ჩემი აზრით, რომ აი რა წავიკითხე ეს მშობელი ბავშვი ხო არ ამბობს იგივეს. მშობელია უფრო აღშფოთებული ხოლმე ვიდრე ბავშვი. ხო? მე მესმის რომ შეიძლება არჩევანის დროს შენ არჩევანი სხვა ტიპის ზღაპარზე გააკეთო, არ მოგეწონოს ეს. და ქართული ხალხური ზღაპრებია ძმები გრიმების ზღაპრები, რომ ჰორორი გეგონება. ძმები გრიმები ნამდვილად მაგრამ ფაქტია რომ ეს სიბრძნე და ეს თქვა გამოცდილება ადამიანებში არსებობდა და მუშაობდა. მე უკრიტიკოდ შეხედვის და თქვა უაპელაციოდ ყველაფრის მიღების მომხრე კი არ ვარ, უბრალოდ რეალურად ზედაპირულად არ უნდა მიუდგეთ რაღაცეებს და ეს რაღაცა გაუქმების მიმართულებით, რაც პოპულარულია დღეს, არ უნდა ვიმუშაოთ. ეს ძალიან საინტერესო თემაა, ახლა რაც გიორგი მახსენა. ასეთი ამბები ჩემ ზღაპრებში არ ხდება. ამის გადასაზღვევად კი არ მithქვამს, უბრალოდ გამახსენდა. თუმცა ძალიან კარგი იდეა მოგვაწოდეთ, მე მგონი რომ ამ თემას შეგვიძლია ერთი გადაცემა მივუძმოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გამოდის. სხვა წიგნებიც არის, აქ და შემიძლია რომ ჩავხედო. სხვა შორის ამ წიგნების წაკითხვის ბედნიერება ამის გარდა ეს ჩემი დაწერილია. მაქვს წინ მე ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ფრანსუა საგანის მახსოვს რომ ადრე კითხული. ანუ ის საკითხული გაქვს. ის კორექტურას უწევთ. ფრანსუა საგანი არის ფანტასტიკური ავტორი. მე ასეთი ტიპის სენტიმენტების მომდანი ავტორი იშვიათად მინახავს, თან სუპერ გენიალური შემოქმედია, და ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო წერა და ფანტასტიკური ტექსტები მოგცა, თქვა გიყვართ ბრამსი, სალამისებ და რომელიც ადრე გამოიცა ჯერ იბეჭდებოდა საუნჯის ფურცლებზე და მერე უკვე წიგნებადაც და აი პალტრელმა გამოსცა უკვე დაუფარავი ღიმილი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ტექსტია და ზუსტად საზაფხულო საკითხავი, ზალჩხეიძის უკანა სიტყვა ახლავს აი ამ ყველაფერს და რაღაცნაირად თქვათ იმ საზაფხულო თუ შეიძლება ასე ითქვას თავგადასავალს, რომლის ნაწილიც წიგნიც უნდა იყოს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა, იმიტომ რომ ძალიან ასოცირდება ჩემთვის ზაფხული და წიგნი ერთმანეთთან, როდესაც წიგნს ვუყურებ რომელიღაცას, რომელიც წავიკითხე მარტო ტექსტი კი არ მახსენდება, მახსენდება დრო, როცა ამ წიგნს ვკითხულობდი და ყველა ის ადამიანი და მოვლენა, რომელიც ამ წიგნთან ერთად იყო. და დარწმუნებული ვარ, რომ ფრანსუა საგანი ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი მკითხველის გულის კარში აღებს, ოღონდ თამამად და სიყვარულით. რაც შეეხება მეორე წიგნს, ლიტერატურული მისტიფიკაცია, თამარ ერაძე აწერია ავტორად, მაგრამ არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება მისი რეალური ავტორის გამოცხადების, ამიტომ თავს შევიკავებ, იმიტომ თვითონ თამარ ერაძე არის ფილმის გმირი. და თეთრი მაგნოლია ქვია, ეს რაღაც პოსტმოდერნული დეტექტივია. ეს არის ის წიგნი, რომელიც დღეს გავრცელებული გამოთქმის შეიძლება ასე ითქვას მცირე ალუზიას მაიძულებს, რომ არ წამიკითხავს, მაგრამ არ უგმობ. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ძალიან საინტერესო ამბები ელოდება მისი ავტორის ნიჭიერებისგან გამომდინარე მკითხველს. ამიტომ ეს ორი წიგნით შევთავაზოთ მათ შორის ჩვენს მკითხველ საზოგადოებას და არ გიყვარს, მაგრამ ორი სიტყვით აი ამაზე სხვა შორის ხვალ ვარ აქ სტუმრად. ამიტომ რეალურად ძალიან ბევრს არ ვილაპარაკებ, თუმცა გუშინ წინ იყო ამ წიგნის წარდგენა და ძალიან ისეთი კარგი გამოხმაურება პოვა. ეს არის ონკოპაციენტის ისტორია, რომელიც ერთი პაციენტის ისტორიაზე ავაგე არსენ გვენტაძის ისტორიაზე, მაგრამ ბევრი სხვა ადამიანის მონაყოლით არის ნასაზრდოები. აი ესეც ცოტა პოსტმოდერნული ამბავია, გათამაშებული არის რაღაც სცენები წარსული ლიტერატურიდან, სიკვდილის გაუქმება ჰქვია და ხვალ უფრო ვრცლად ვილაპარაკებთ. აჰა. სად ვილაპარაკებთ, რო ვიცოდეთ? ამ ეთერში ლიზა მოსწესთ. ხო, ეს მაინტერესებდა რომ დაგვეკონკრეტებინე. და გიორგი, აი ხო არის წიგნები, რომლებიც რაღაცნაირად ზღვას და სანაპიროს უხდება? ალბათ, კი, როგორ არა. არის ეგეთი, რომ რაღაცას უხდება თუ ყველაფერს უხდება. აი ხო და არის, ჩემთვის არის. ხო, ჭრდილში საკითხავ წიგნებს ეძახიან მაგას. არის მზეში საკითხავი ჭრდილში. ცალკე
მიმართულება არსებობს სხვა შორის, რომელიც ძალიან ბევრი გამომცემლობას აქვს სერია საერთოდ. სტილში საკითხავი წიგნები, რომელიც შედარებით სუბუქია, შეიძლება ეს იყოს დეტექტივი, შეიძლება ეს იყოს რაღაცა სასიყვარულო რომანი და ასე შემდეგ. შეიძლება სხვა ტიპის წიგნები, რომელიც რაღაცნაირად თანასაკითხავივით არის რა, თან მზე არის, თან ზღვა, ან თან ჩახვედი, გაგრილდი, ამოხვედი, გაეფინე, წაიკითხე. ხო და რეალურად კი, ეს თავგადასავალი რაღაცნაირად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის ძალიან საინტერესო და ისეთი მიმზიდველი, იმიტომ რომ დაისვენო შინაარსიანად, მე მგონია რომ გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე დაისვენო მხოლოდ. ხო, და ეგ არის ადამიანის ცხოვრებაში არ ვიცი რა არის ეგა, მაგრამ ნუ რაც არის შორი და რასაც უყვარს. კარგია ვამბობენ. ამბობენ კარგია. გიორგი, არსებობს რაიმე ესეთი მეთოდი, რის მიხედვითაც ბავშვს დავაინტერესებთ მაშინ, როცა უნდა წიგნთან ურთიერთობა დაიწყოს. ამაზე კი ვისაუბრეთ ჩვენ, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ეგ თქვის. რამე მეთოდი თუ არის, რითიც აი უნდა დავიწყოთ. ხო, მე ეგ გითხარით რომ საჭირო არ კი არა, უფრო კონკრეტულადაც შეგვიძლია ველაპარაკოთ რა. აი უამრავი წახალისების ტიპის მეთოდი არსებობს. მათ შორის უმარტივესიც, ხო? ნუ რაღაც ტიპის ჯილდო, შეიძლება ეს იყოს შოკოლადი. ძალიან მარტივი, ბანალური და შეიძლება ვიღაცისთვის მოულოდნელიც კი ან თქვა სირთულის დასაძლევად. აიკითხავ შენ მიერად შოკოლადს? ჩვენ უნდა თავარი ამბავი რა არის, რომ ჩვენ არ უნდა შევცდეთ წიგნის არჩევისას და ამ წიგნის შეთავაზების მერე მიცემული ჯილდო მხოლოდ ჯილდო არ უნდა აღმოჩნდეს. ანუ ჩვენ უნდა მივიღოთ ის შედეგი, რომ ამ წიგნს როცა წაიკითხავს, მეორე წიგნის წაკითხვა უკვე აღარ საჭიროებდეს და თვითონ წიგნის წაკითხვა აღმოჩნდეს ჯილდო მისთვის. რეალურად ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მშობლის და ნუ იმ მასწავლებლის ან თქვა ბაღის აღმზრდელის არ ვიცი ხება მაგას ასაკში ბავშვები მაგრამ ხო უკითხავენ რაღაც ტიპის წიგნებს თქვა დამოკიდებულებები იმიტომ რეალურად მთავარი არის რომ ჩვენ სწორად შევარჩიოთ ტექსტი სწორად შერჩეული ტექსტი თუ მაინც და მაინც არ შეაყვარებს ან გულისხმობ იმას რომ ნო აი ხო არის ადამიანები რომლებიც უბრალოდ გიждდებიან ლიტერატურაზე და ეხა ეგერ ეთერში რო ვზივართ ერთ სული ვაქვს და სახში წავიდე წიგნი წავიდე ხო ვიღაცები არ არიან ასეთი და ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩვეულებრივი მოქალაქეები შესანიშნავი ხალხი მაგრამ ხო ვაცნობიერებენ ისინი რომ ეს წიგნის საკითხვა რაღაცისთვის არის მნიშვნელოვანი და ასეთ მნიშვნელობას მაინც დაუტოვებს ხო ჩემთვის ასეთი იყო მაგალითად თავის დროზე ტომ სოიერის თავგადასავალი რომელიც როდესაც დავიწყე იმის მერე მივხვდი რა იყო ლიტერატურა და რატომ უნდა მყარებოდა ის იმიტომ რომ იქ გადავეშვი და იმის ნაწილი გავხდი იქ ცხოვრობდი უბრალოდ ხო გარეთ რაღაც პარალელურ ცხოვრება მიდიოდა იქ პარალელურ ცხოვრება მიდიოდა ამიტომ აი მთავარი არის ზუსტად შევარჩიოთ ეს დროს მოვარგოთ და ასე შემდეგ ამიტომ მე არ ვეწინააღმდეგები ხოლმე ჩემს სწავლებს, როდესაც ისინი რაღაც ისეთ ტიპის ტექსტებზე მელაპარაკებენ, რომელიც მე არ ვიცი, მაგრამ როცა წავიკითხავ, შეიძლება ვთქვათ, მაინც და მაინც მომხიბვლად არ მომეჩვენოს თავი. თუ კი მას ეს გასაღებად გამოადგება, რომ მე უფრო უკეთეს ტექსტთან მივიყვანო, ხო? შეიძლება ეს იყოს კომიქსი, ხო? უბრალოდ და ნახატებთან ვთქვათ, დაკავშირებულმა სიტყვა მე უკვე გაზარდოს სიტყვის მოცულობა და წიგნად იქცეს, ხო? ბევრნაირი მეთოდი არსებობს. აი, ტომ სოიერი, ბოდიშანიკა უცებ არ დამავიწყეს. ტომ სოიერი რადგან ახსენა, აი ახლა გამახსენდა მე ბავშვობაში მითხეს უნდა რაზეც ვისაუბრეთ უნდა გქონდეს წაკითხული ტომ სოიერი და ამან რა გამოიწვია ჩემში ახლა გეტყვით რომ დავიწყე ვერ გავაგრძელე და იმიტომ რომ ვიცოდი რომ ძალით უნდა წამეკითხა ეგეთი დიდობაში იყო ჯეიმს ჯოისის ულისე საბოლოო ხო რაღაცა გაკვეთილივით მომიცეს საბოლოო ჯამში რა მოხდა რომ ტომ სოიერი არ წავიკითხე თუმცა ჰეკლბერფინი რომელიც ტომ სოიერის მეგობარია და ცალკე წიგნათაც არსებობს ის წავიკითხე ჩემი სურვილით იმიტომ რომ იმაზე არ ვიცი მეც უნდა ჩამებარებინა ტომ სოიერი და თავი და ბოლო მაქვს წაკითხული და მეზიზღებოდა პერსონაჟი აი მიცისად მივდივარ ახლა რომ მართლა გეულები ან ზულს დღემდე შენგან განსხვავებით სად მივდივარ ჩემი შვილი როცა იწყებდა და მოუნდა რომ დააინტერესა რომ აი წიგნი რა მე ძალიან ფრთხილი ვარ მაგ შემთხვევაში მე რაც გამოვიარე თუნდაც აი ტომ სოიერის მაგალითზე არ დაუწყე რჩევა მე რა მომწონს არ მithქვავს და ვიყავით ბათუმში შევედით მაღაზიაში წიგნის მაღაზიაში სადაც დაგვხვდა არაჩვეულებრივი ბიჭი რომელსაც მთელი მაღაზია ჰქონდა წაკითხული და რამე სხვა ურჩევდით თქვა უთხარი აი ეს უნდა წაიკითხო ეს კაია კი არ თქვა აი რაღაცნაირად დაასპოილერა რამდენიმე ნაწარმოები შინაარს ისე ძალიან სუბუქად უთხრა და თვითონ მისცა არჩევანის საშუალება და ის დღე იყო რომ წიგნი არ გაუგდია მე ხელიდან კი ბატონო აი ესეთი რაღაცა ან გიორგი კეკელიძე არსებობდეს ბევრი რომ გვირჩიოს
ChatGPT-ს აი შეგიძლიათ. არ ვიცი ეს ChatGPT. თქვენ მშობლებს ეს ხო იგივენაირად შეუძლიათ მაგ ადამიანს ხო რამე ჯადოსნური ჯოხი არ ეჭირა ხელში. ხო, მაგრამ მაგასაც ხო რაღაც ნიჭი უნდა რომ არა, რა თქმა უნდა, ამიტომ არის რეალურად რაღაც უნდა არსებობდეს თუ არა კომპეტენტური ადამიანთა ჯგუფი ან რაღაცა ორგანიზაცია რომ მივაკითხე და მომწარჩევა. რეალურად ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი. კი ბატონო. და მასწავლებელს ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი ფუნქცია აქვს. იმიტომ რომ ის ქმნის კოლექტიურ ველს ამ თვალსაზრისით, ხო, ბავშვებს ელაპარაკება, რაღაც ტიპის კარგი გაგებით კონკურენციაში შეყავს ერთმანეთთან, მე უკვე შეჯიბრებითობა ბუნებრივია ბადებს განცდას, რომ რაღაცა შენ საკუთარი ცოდნა გამოავლინო, ბევრი მეთოდია, ცხადია, რომლითაც მასწავლებელს შეუძლია რომ ამ პრობლემას გაუმკლავდეს, უბრალოდ ხო, მასწავლებელს გააჩნია. თუმცა ჩემს ბავშვობაში სულ სხვანაირად ხდება და ზუსტად ის რაც უკვე გიორგი აღნიშნე შენ რომ აი საზეპიროების წინააღმდეგი ზოგადად არ ხარ, მაგრამ მე მაგალითად ჩემს შემთხვევაში ესე ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი გავლენა იქონია რაღაც ეტაპი განსაკუთრებით, როდესაც საზეპიროების აუცილებლობის წინააღმდეგი ვარ. ხო, ანუ როდესაც შენ აი ჩვენ აუცილებლობა გქონდა ჩემ თაობას მაგალითად, იმიტომ რომ პროზაც უნდა ვწოდნო და ზეპირად ვეფხისტყაოსანი ზეპირად უნდა ვქონო და იყო მე როდესაც ესა სპარსტამებისასა გარაც სამეფო წარუმატა ვასკენ ზე აღზრდა კი ბატონო. როდესაც ვიცოდი ჰაგეოგრაფია საზეპიროები ქონდა ჰაგეოგრაფიიდან რატომ? ანუ ეს რეალურად მართლა ძალიან ცუდ გავლენამდე მიდის ბავშვი, იმიტომ რომ ციგნთან შეხება შეთავაზების დონეზე უნდა იყოს. და თუ ადამიანს აქვს ამის უნარი და თუ ამის უნარი აქვს რეალურად მე მომხრევას ვარ შორის ჰაგეოგრაფიის სკოლაში სწავლების ამ ხალხის რიგს განვეკუთვნები, იმიტომ რომ მგონია რომ ეს არის ბრწყინვალე ქართული მაგაში გეთანხმები და ძალიან მიყვარდა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ზეპირად ვიცოდი მართლა. მართლა? კი. ზეპირად და არზეპირად ცოდნაზე უკვე ვთქვი აზრი რომ ეს მხოლოდ შეთავაზების ფორმით იყოს, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი რომელმაც პროზა საერთოდ თავი დაუნებდა, პოეზია შეაძულა უბრალოდ ადამიანებს. ანუ ვეღარ ხვდებიან პოეზია რა არის და ამიტომ სხვათა შორის რომ აი ეს მილენიალების თაობაში რაღაცა პოეზია ქრინჯია იძახიან სისულელებს. სისულელეს რო იძახიან მათი ბრალიც არ არის, მაგრამ ცოტა უკვე მათი ბრალიც არის. რომ საქართველოს ჩემი აზრით იმაზე დიდი არაფერი არ შეუქმნია ვიდრე პოეზია. ამ თვალსაზრისით სოფლიო კლასი. კი ბატონო. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ ასე საინტერესოდ და ასე მნიშვნელოვნად ვისაუბრეთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ბევრი მშობლისთვის ძალიან ბევრი სიახლე იყო და გაჟღერდა დღევანდელ ჩვენს ეთერში შენგან. და საერთოდ მიიღო რაც თავარი, რაც ძალიან აწუხებთ მათ და ხათახა ვერ ახერხებენ რომ ძვირფასო მშობლებო არ დააძალოთ რა. შესთავაზეთ, კი, მოუყევით. გიორგი როგორც გიორგიმ თქვა რომ რაღაცნაირი ის გმირი თავის თავთან იყოს ასოცირებული, თავის თავი დაინახოს და ასე შემდეგ გაცილებით გაერთობა და მე როდესაც წაიკითხავს. სიამოვნებასაც მიიღებს. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა გიორგი რომ იყავი. ჩვენი სტუმარი მართლა ყოველთვის დიდი სიამოვნება შენი სტუმრობა ჩვენთან და შენი მოსმენა. და გადასარევად ისაუბრა იმის ფონზე რომ თელიღამი არ დააძინა ბავშვმა. კეკემ არ დააძინა თელიღამი. არა, გუშინ არ აუშავდა. მე წარმომიდგენია ბავშვს რა სიამოვნება ელის, ცოტა რომ წამოიზრდება და ციგნთან დაიწყებს ურთიერთობას. ჩემი შვილიც ხარ გამოუშვა ხარ. შეგრებია ჯგუფურად ვამეცადი. აი ხო პირველების დროა უკვე ჩვენს ეთერში, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ დროებით გემშვიდობები და პირველების შემდეგ რომელ კამერაში ვარ, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნდებთ. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში. დაგიბრუნდით არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად. არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად ნამდვილად, რომელიც კიდევ უფრო კარგად გასნობენ ჩვენ ტელემაყურებელს. თუმცა მე გეტყვით იქამდე რომ ხალხი წყვეტს, ასე ქვია, ერთობის მარშს, რომელიც დღეს საღამოს 19 საათზე, ანუ 7 საათზე დაიწყება თავისუფლების მოედნიდან და მსვლელობა სახელმწიფო კანცელარიისკენ არის მოკლედ დაგეგმილი, სადაც შეიკრიბებიან ადამიანები და გააჟღერებენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც მათ აქვთ ხელისუფლების მიმართ უფრო მეც მარშის შესახებ და მოთხოვნების შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრები მოგვიყვებიან, კახაბერ ჩიქოვანი და ლუკა გოგი არიან ჩვენი სტუმრები, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენ. და ვსაუბრობთ მარშზე, რომელიც უკვე დავაანონსეთ, თუმცა თქვენგან კიდევ უფრო სიღრმისეულად გავიგებთ, რა მოთხოვნები გაქვთ კონკრეტულად.
დავიწყებ იმით, რომ დღეს არის კიდევ ერთი ესეთი სიმბოლური დღე, მე-200 დღე არის უწყვეტი პროტესტის და ამიტომაც ასე ვთქვათ, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და შევეცადეთ, რომ ეს პროტესტი რუსთაველიდან ცოტა მოშორებით, მაგრამ უმნიშვნელოვანეს ადგილას, რასაც მთავრობის კანცელარია ქვია, რომელიც დღეს ოკუპირებული არის არალეგიტიმური და რუსი ხელისუფლების მიერ, იქ მიეღწია პროტესტს და კიდევ ერთხელ გაგვიჟღერებია ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ამასთან ერთად გეტყვით, რომ ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში, გაერთიანება ერთობამ, რომელიც სხვადასხვა გაერთიანების ერთობა არის, საპროტესტო საზოგადოების, მთელი კვირის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით ჩავატარეთ საპროტესტო ღონისძიებები და მარშები, გავედით უბნებში, ხალხს გავაცანით დღევანდელი დღის, ასე ვთქვათ, დაუანონსეთ დღევანდელი დღეც და ასევე ვესაუბრეთ იმ პროცესებზე, რომელიც საქართველოში მიდის და დღეს დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ძალისხმევამ გამოიღო თავის შედეგი და რაც შეიძლება მეტი თბილისის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე რომ მოვიდეს დღეს და შემოგვიერთდეს ამ საპროტესტო ღონისძიებაში. ჩვენი უწყვეტი მოთხოვნა არის, რომ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უნდა წავიდეს. ჩვენი სინდისის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ამის შემდგომ უკვე საქართველოს დაუბრუნდეს იმ განვითარების გზას, რომელზედაც ჩვენ ვიდექით. ამის შემდგომ ჩაინიშნოს არჩევნები, ის არჩევნები, რომელიც დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ცხოვრება გაგრძელდეს ამის შემდგომ. მანამდე ეს პროტესტი არ შეწყდება და ამ 200-მა დღემაც დაგვანახა, რომ ეს ესე იქნება ნამდვილად. ნამდვილად. ლუკა, სტუდენტების და ახალგაზრდების ჩართულობა რამდენად იქნება დღევანდელ მარშში? გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მოვიკითხო ჩვენი რეჟიმის პატიმრები, რეჟიმის უკანონო ტყვეები. მინდა მათ უთხრა, რომ სინათლე ისე როგორც არასდროს არის ახლოს, რადგან გვირაბის რაღაც 200 დღიანი მონაკვეთი გავლილი გვაქვს უკვე და ვიმედოვნებ მხოლოდ მცირე მონაკვეთი გვაქვს დარჩენილი. რაც შეეხება კითხვას, აი ზოგადად დღევანდელ მარშს და სტუდენტების ჩართულობას, რა თქმა უნდა, ჩვენი ეს არის საზოგადოებრივი გაერთიანება, ჩვენ არ ვართ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური სიმპათიით გაერთიანებული ხალხი, ან რომელიმე პარტიის მიმართულებით გაერთიანებული ხალხი, ან კონკრეტულმა იდეოლოგიამაც არ მოგვიყვარა თავი, ხო? ანუ ჩვენ ვართ უსამართლობასთან მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება ზუსტად და აუცილებელია, რა თქმა უნდა, ანუ სავალდებულო და აუცილებელია, რომ ამ საზოგადოების ერთ-ერთი განუყოფელი წევრი სტუდენტების ჩვენთან ერთად იყვნენ, მათ შორის ნებისმიერი ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ამ აქტიურ პროტესტში მოიაზრებს, რა თქმა უნდა, მათ ვეპატიჟებით ამ კონკრეტულ დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ღონისძიებაზე და კი ზუსტად ძალიან სიმბოლურია, რომ აი ამ ძალაუფლების მოხვეჭას დღეს კონკრეტულად რომელი ორგანოს ცდილობს ჩვენი პრემიერი ეგრეთ წოდებული ირაკლი გავრილოვი, ზუსტად სიმბოლურია, რომ მის კაბინეტთან იქნება ეს აქცია და ანუ მანამდეც მithქვამს, რომ მას გონია, რომ უსაზრო ძალაუფლება მოიხვეჭა, თუმცა ხალხი მოადრო და ხალხი დაანახებს, რომ მისი ძალაუფლება აი მის კაბინეტს არ ცდება და კაბინეტის მიღმა უკვე ხალხი წყვეტს და ზუსტად ამიტომ ქვია ეს სახელი ჩვენს პროვოკაციას. აი რა მოიტანა ამ 200-მა დღემ, რომელიც უკვე აღნიშნეთ, რა შედეგი გამოიღო? პირველ რიგში სისტემის ლუსტრაცია ჩემი აზრით. აი, როდესაც მე და თქვენ ვსაუბრობთ მაგალითად, არის თუ არა ფუნქციური ჩვენი დღევანდელი ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა და რატო ვეძახით ზოგადად ეგრეთ წოდებულს, ხო? ანუ მათ უკვე ისინი დაიცადნენ ყველანაირი ფუნქციონალისგან. ეს მე და თქვენ შეიძლება კარგად გვესმოდეს, მაგრამ აი მათ ამ მომრჩეველსაც კი თავიანთ გასაგებენაზე რომ უთხრა, ანუ 200 დღის მანძილზე სისტემა მათ ეუბნება, რომ ქვეყნის მთავარ გამზირზე ყავს დგას სახელმწიფოს მტერი და ქვეყნის მთავარი გამზირიდან ფეხი ვერ მოვაცხოვინეთ ამ ხალხს. ანუ პირობითად ეს რომ მართალი იყოს
ანუ რამხელა პრობლემაა ქვეყანაში და ან როგორ შეიძლება ერთი დღე მაინც გაჩერდეს ის მთავარსარდალი და ის მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის მტერი აღგავოს ქვეყნის მთავარი გამზირიდან. ხო, აი რამხელა აბსურდი, ანუ მათსავე ამომრჩეველთან მოდიან სასწავლო წინააღმდეგობაში, ხო? ანუ მე რომ მათი ამომრჩეველი ვიყო, ნებისმიერი პარტიის ამომრჩეველი ვიყო, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის მთავარი გამზირიდან მტრის, ესე რომ ვთქვათ, არ ვიცი, მოშორება რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა გამიშტებოდა და კითხვაც ძალიან ბჭყალებში რასაკვირველია. ბჭყალებში, ანუ ეს არის ზუსტად, აი პასუხი ზუსტად მანდ არის რა, რომ რუსთაველზე არის სიმართლე, რუსთაველზე დგას დღემდე სიმართლისთვის მებრძოლი ხალხი და ის ხალხი, რომელმაც დაინახა ეს ძალიან ბევრი ჩაგვრა, ქალების მიმართ ქალთა მიმართ ძალადობა, სტუდენტებს, არ ვიცი, ჩემხელა ბიჭები, გოგოები დაასისხლიანეს და აღარ გავაგრძელებ უფრო გამზაფრება ისედაც არ ჭირდება დღევანდელ სიტუაციაშიც ვარ. ძალიან დიდი მადლობა და დღეს 7 საათზე თავისუფლების მოედანზე ვიკრიბებით. დღეს 6 საათზე ვიკრიბებით, კი, კანცელარიასთან. მადლობა თქვენ და მოუწოდებ ყველას, რომ რაც შეიძლება მეტი ის საზოგადოება, რომელიც პროტესტშია და რომელიც ნამდვილად ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლება კარგს არაფერს დაგუმართებს და ესეთები უმრავლესობაში ვართ, შემოგვიერთდნენ დღეს ამ პროტესტში. დიდი მადლობა. გაიცენეთ, რომ ხალხი წყვეს და ყოველთვის გახსოვდეთ ეს. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. წარმატებები დღევანდელ მასშტაბზე. აი ახლა მე მგონი ძალიან საინტერესო სიუჟეტი უნდა წარუდგინოთ ჩვენ ტელემაყურებელს. ერთ დაჯილდოებაზე მინდა მოგიყვეთ. გლობალური ჯანმრთელობისა და კვების ბრენდი Herbalife გუშინ დაბალანსებული კვების კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ZZ მეოთხედ გახდა. ცერემონიას ჩვენი გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა და აუცილებლად უნდა ვნახოთ ეს ძალიან საინტერესო სიუჟეტი. ნამდვილად ყველაფერს გაიგებთ უკვე სიუჟეტით. ჩვენი კომპანიის Herbalife-ის იუბილეია 45 წელია, რაც მსოფლიო მასშტაბით მოღვაწეობს, ხოლო საქართველოში კი 14 წელი შეგვისრულდა და მომდევნო წელი ასევე არის ჩვენთვის საიუბილეო. 45 წელი სავსე წარმატებით, სხვადასხვა ისტორიებით და მათ შორის უამრავი აღიარებით და ჯილდოთი. მათ შორის ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში ქართული ჯილდოები და საქართველოს მოსახლეობის და პროფესიონალების აღიარება. ამიტომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საშუალება გვაქვს ამ ღონისძიებას დავესწროთ და Golden Brand-ის ჯილდო მივუტანოთ, ასე ვთქვათ, ჩვენ გუნდს. 58 გამარჯვებული ბრენდი დავაჯილდოვეთ. მათ შორის იყო დაბალანსებულ კვებაში კომპანია Herbalife. მინდა აღნიშნო, რომ ოქროს ბრენდის მთავარ კვლევის საგანს წარმოადგენს ბრენდის, ასე ვთქვათ, ცნობადობა, ხარისხი, სანდოობა და რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში განსაკუთრებულად წარმატებული PR და მარკეტინგული აქტივობები. კომპანია Herbalife-მა უკვე მეოთხეჯერ აიღო ნომინაციაში დაბალანსებული კვება ოქროს ბრენდის ტიტული. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო მათ, ვუსურვოთ წინსვლა და წარმატებები მათ საქმიანობაში. ჩვენი კომპანიის 45 წლის ისტორიაში არის უამრავი 900-ზე მეტი სახეობის პროდუქცია, მაგრამ საქართველოში წარმოდგენილია 30-ზე მეტი სახეობა. მათ შორის, რა თქმა უნდა, უდავო ლიდერი ჩვენი პირველი პროდუქტი, ნომერ პირველი პროდუქტი, ესე ვთქვათ, არის ფორმულა 1, ჩვენი საყვარელი კოქტეილი, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია 6 სხვადასხვა გემოთი, რათა ნებისმიერმა ადამიანმა შეძლოს თავისთვის თავის საყვარელი გემოს არჩევა. ასევე გვაქვს გარეკვება, შიდაკვება, ანუ ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლოს მისი მიზნებიდან გამომდინარე ჩვენი პროდუქციის შერჩევა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო
Golden Brands და ჩვენ კომპანიას ამ განსაკუთრებულ წელს კიდევ ერთი წარმატება, კიდევ ერთი ჯილდო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ამით ვიამაყებთ და შემდეგ წელს, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ ეს შედეგი გავიმეოროთ, რადგანაც ნებისმიერი წარმატების შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მიღწევა. ამიტომ დიდი მადლობა ჩვენ მომხმარებელს და ჩვენ გუნდის წევრებს. ჩვენ შეგვიძლია დავამთავროთ გადაცემა. ესე, იმიტომ რომ მე მაგალითად რაღაცნაირად ძალიან დამუხტული და ცოტა ხანი რო არ დავამთავროთ. შეგვიძლია, ხო, მაგის ლაპარაკობ. განვიხილოთ დღევანდელი გადაცემა. ძალიან დამუხტული ვარ დღევანდელი ეთერით. პირველი ქალბატონები გავიხსენოთ, ხო? ჩვენი პირველი ბლოკის. რომელთაც ძალიან რთული იყო ჩაგვეკვეთხებინა, ასე ვთქვათ, კითხვა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ და ჩვენ კი ვიცინეთ და ვიღიმეთ, მაგრამ ზოგადად ისეთ აბსურდში ვცხოვრობთ. ხო, უკასასაცილოა თუ არ გავიღიმეთ, შეუძლებელია მაშინ რაღაცა სხვაგან წავალთ ალბათ, თუმცა რეალობა საკმაოდ მძიმეა და ხო, იქამდე მივყავართ ამ ყველაფერს, რომ არ ვიცი, წარმოუდგენელია საერთოდ ყოფა ამ ყველაფერში და დიდხანს არ გაგრძელდება დარწმუნებული ვარ. ხო, ისტორიას თუ გადავხედავთ, ვერსად დიდხანს ვერ გაგრძელებულა. კი. ესეთი ყოფა. და შესაბამისად საქართველოს ვერ იქნება გამონაკლისი ვერანაირად. ნამდვილად ასე და ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ასევე გიორგი კეგელიძესთან ჩვენი საუბარი. დაირიგეთ ხო ზღაპრები ხო? დაინაწილეთ ხო? ძალიან კარგი საჩუქრები მივიღეთ. ძალიან დიდი მადლობა გიორგის კიდევ ერთხელ სტუმრობისთვისაც და საჩუქრებისთვისაც და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად და გიორგისაც უთხარით. ახალს ვფიქრობ რომ მართლა უნდა არსებობდეს რაღაც ჯგუფი, რაღაც აკომპლექტებული ადამიანებით, რომლებიც რჩევებს მოგცემენ, ხო, ნამდვილად ჩვენი შვილებისთვის რა არის მნიშვნელოვანი, ზუსტად იმ ასაკთან მიმართებაში, რასაც არის. ხო, სწორი რჩევა ყველანაირი უნდას და ყველანაირი დაძალების და ყველაფრის გარეშე, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეუყვარდეთ წიგნები და ბევრი მკითხველი ყავდეს საქართველოს, იმიტომ რომ მოგეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მათი მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მოდი პირდაპირ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიკითხოთ ბევრი, რომ ჩვენმა შვილებმა დაგვინახონ ხშირად ხელში წიგნით და არა ტელეფონიდან პლანშეტით, როგორც ამბობენ ფსიქოლოგებისგან მომისმენია ეს, რომ ბავშვები იმას კი არ იგებენ, რასაც ჩვენ ვურჩევთ, უფრო კარგად აღიქვამენ იმას, რომ ჩვენ გვიჭირავს წიგნი, ოჯახის საკეა, ხო, ამბობენ ბავშვია, ხო, ამაშია საქმე. ჩვენგან იღებენ მაგალითს. მე ასე ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენს ტელევაყურებას დავემშვიდობთ, იმიტომ რომ შენ დრო გქონდეს, რომ წაიკითხო. მე წაკითხავ ბავშვმა რომ მაგალითი აიღოს მიხვდი? დედიკო მოვდივარ ხალხში და მე მგონი დროა ხო რომ მომავალ შაბათამდე, შაბათ-კვირამდე დავემშვიდობ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს, ვინც ჩვენთან ერთად იყო, არის და იქნება სულ და ძალიან ვიყვარხართ და შაბათამდე გემშვიდობებით. შაბათამდე დროებით.